გამარჯობა, შენი პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნინი გოზალიშვილი, ციფრების ფსიქოლოგიის მენტორი და მოდი ბარემ ვიტყვი ნინი რა, შენ გაგიცანი იაპონიის რიტრიტში, ერთად ვიყავით იაპონიის რიტრიტში. ამ რიტრიტზე უკვე ვისაუბრე, ერთ-ერთ მე და ანდრომ ვილაპარაკეთ ამ რიტრიტზე და იმდენად ისეთი იყო, რა ქვია, ბევრი რაღაცები ხდებოდა, გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც, სხვადასხვა რაღაცები და რიტრიტზე ზოგადად ეგრე არის, მიდის ესეთი ინტენსიური სულიერი სამუშაო, მოგზაურობასთან და გართობასთან ერთად და თან უცხო ხალხის ეს გადაკვეთები და ასე შემდეგ და ენერგეტიკის დაკალიბრება და ასე შემდეგ. და მე რაც ეხა რატო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რატომაც მართლა გულწრფელად ჩემთვის საინტერესო არის შენთან საუბარი, არის ის, რომ შენი ენერგეტიკა იყო ჩემთვის ძალიან სამბეჭდავი, ანუ იმ სიტუაციებს როგორ უმკლავდებოდი, შენი სიმშვიდე, შენი ცენტრირებულობა, გაგება და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცები, რაც ჩემთვის არის პირველადი. ხა მე რასაც არ უნდა ასწავლი და ჩემთვის უკვე ყველაფერი საინტერესო იქნებოდა. თუმცა დიდი სიამოვნებით მოგისმენ რა არის ციფრების ფსიქოლოგია და გამარჯობა. გამარჯობა დიდი შესწავლები გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია, რომ უფრო და უფრო აინტერესებთ ეს ციფრების ფსიქოლოგია საქართველოში, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ჩემთვისაც ერთგვარი აღმოჩენა არის, ახლა ჩემი გზა არ დაწყებულა ციფრებიდან, სულ ვარ მაძიებელი, მაგრამ არ ვარ ინფორმაციის შემგროვებელი, უფრო მაინტერესებს უფრო სიღრმისეულად როგორ ხდება ეს ყველაფერი და ვარ ესეთი რაღაცა ერთგვარი ცოდნის შემკვრელი, უფრო ესე ვიტყოდი მე და ციფრების ფსიქოლოგია საჭირო დროს აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება ყველაფერი ის, რასაც ვეძებთ ადამიანების ცხოვრებაში და არის სხვადასხვა მიმართულებებში გაერთიანებული თუ ჩადებული, ამ ციფრების ფსიქოლოგიაში ძალიან პრაქტიკულად და მარტივად ყველანაირი ცოდნა ერთად არის თავმოყრილი და ძალიან მარტივად და გასაგებად იყვება შენ შესახებ. ეს არის ძალიან საინტერესო, რომ შენთვის გასაგებ ენაზე გესაუბრება ვიღაცა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ძალიან რთულია, რომ ბევრი მიმართულებით დრო დახარჯო ეს ფსიქოლოგია, ფილოსოფია თუ რაც იქნება. ამ დროს ვიღაცამ გენიალურმა ტიპმა ჩემთვის, იმიტომ რომ ყველაფერი მარტივი არის იდეაში გენიალური, დაჯდა ეს ინფორმაციები შეკრიბა და ძალიან გასაგებად და საზოგადოებისთვის საზოგადოებას მოერგო მოკლედ ეს ყველაფერი. რა ქვია თვითონ მეთოდს? სიუცაის მეცნიერება ესე ეძახიან ციფრების ფსიქოლოგია და სწავლობს რას ადამიანის დაბადების თარიღს. მის მოცემულობას, ხასიათის თავისებურებებს, ქმედებებს. ხო, რა განსხვავება არის მაგალითად ნუმეროლოგიას? თუ ერთია, მე საერთოდ არ ვიცი და უბრალოდ მაინტერესებს მე ვიცი ნუმეროლოგია. ვიცი რა, გამიგია და თორე ესე ცოდნით არ ვიცი. და რამე ისეთი მნიშვნელოვანი სხვაობა არის თუ იგივეა თუ მისი განხრა ერთ-ერთი? ნუმეროლოგიას ეძახიან ამას, იმიტომ რომ ციფრებთან არის კავშირში და მაგიტომ დავიწყე ესე რომ ნუმეროლოგიაც არის, ფსიქოლოგიაც არის, ფილოსოფიაც არის, ყველაფერი. ამ რაც შეკრული პაკეტივით არის, ხო? და ვინ შეკრა? ყაზახი იყო, ხო მე მგონი. კი, ეს არის ყაზახი კაცი, ჟანატ გაჟამჟაროვი, 10 წელი ახლა რაც დუბაის ტრენინგ ინსტიტუტი არსებობს და შეგიძლია ჩახვიდე და ამ ცოდნას მოკლედ თავი მოუყარო და ყველაფერი ერთად ისწავლა და ჩატარდა რაღაცა ეს ერთდაიგივე კვლევები, სტატისტიკა, მთელი ამბები და თქვას რომ კი ეს მეცნიერება, იმიტომ რომ მეორდება ერთი და იგივე ენერგიები, მეორდება სხვადასხვა ადამიანებში და შეთანხმდნენ ამაზე. მაგრამ რაღაც დიდ სტატისტიკაზე დაყრდნობით იყო, ხო? კი, რა თქმა უნდა, მთელი დისერტაციებით დამბები და დამტკიცდა, რომ კი, ნამდვილად ესეა. ეს ჩემთვის უკვე საკმაოდ სარწმუნო წყარო არის. და ნახე რა იყო ეს არაფერი ამაში ახალი არ არის. ანუ ეს ადრე იყო ნუმეროლოგია, ადრე იყო, რა ვიცი, ეს ნახე ესე არის განმარტებული, რომ ეს რაჯა იოგაზე რა, პირველი არის საწყისი რაჯა იოგა, რომელიც არის სამეფო იოგა და გონების დისციპლინას გასწავლის, ემოციების მართვას.
მაგრამ ნახე ბევრ მიმართულებაში არის პითაგორას თეორემა აიღე, რაღაცა ბერძნული მითოლოგიები რო აიღო, ჰერმესის თეორიები რო აიღო, ანუ რიცხვებს ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელობა, არ იყო მხოლოდ რაოდენობრიობის გამოსახატავად, ხო ხვდები? აი იმას ჰერმესს აქვს ესეთი რაღაცა, რომ ციფრებში არის მაგალითად სამყაროს წესრიგის გასაღები. მეც სულ ესე ვამბობ ხოლმე კონსულტაციაზე, რომ ხომ მე გატან გასაღებს და შენ თუ გინდა გამოიყენ, თუ გინდა წყალში გადააგდე. ხო, და ნახე ეს ძალიან მარტივად, მაგიტომ არის ძალიან ღირებული ჩემთვის ინფორმაცია, ეს ინფორმაცია, რომ აი ამდენი რაც მე დავხარჯე ახლა სიუცაი, დრო, ენერგია, ადამიანური რესურსი იქნებოდა თუ ეს რაღაცა ფინანსური. აი იმ რაღაცა კითხვებზე პასუხის გასაცემად, რაც მე ჩემ თავში მქონდა, ციფრულმა ფსიქოლოგიამ მარტივად და გასაგებად მიპასუხა. ხო, ეს ადამიანი ცოცხალი არის ფიზიკური. კი. მე არ მახსოვს სიუცაიზე კი მაქვს პოდკასტი გაკეთებული, მაგრამ მაინც ახლა ვიმეორებ ხელა ხა ეს ჩინური არ არის, ხო, ჩინეთთან არაფერი კავშირი არ აქვს ამას. თუ აი რატომაც გონებაში სულ მაქვს რომ რაღაც ძველი ჩინური სწავლებიდანაც მოდის. ხო, აღმოსავლური კულტურებიდან მოდის, ეს იყო უძველესი. მაგრამ აი ხო გეუბნები ციფრებს როდითგანვე აქვს მნიშვნელობა ეს ბაბილონი იყო თუ რაც იყო ყოველთვის ჰქონდა ამ ყველაფერს მნიშვნელობა და ამ კაცის გენიალურობა იმაშია რომ არაფერი თითქოს ახალი არ არის რასაც მოისმენ აი მათ შორის იუნგის არქეტიპები გინდა თუ რაც გინდა იყო ყველაფერი არის გაერთიანებული უბრალოდ ამ კაცმა რაღაცა ეს შეკრა ის სინთეზი გააკეთა არსებული ნამღერი კიდე სხვადასხვანაირთი ვარ და ახალი სიდიდის კი გამოვუშვა ეს ცოტა მუსიკალური დრო შეუფუთო კი და ეს არის ნუ ხო რაჯა იოგა ზოგადად აღმოსავლური კულტურა არის და იქიდან მოდის კი ბატონო მაგრამ ან უფრო იმიტომ რომ ეხ შენ რო ახსენე ჰერმესი და პლატონი ეგ ყველაფერი იყო ძველი მისტერიული სკოლები და მან ბევრად კომპლექსური გაშლები იყო ამ რიცხვების და გეომეტრიის და სამყაროს კანონების და ვაფშე სხვა სიღრმეებში გადიოდნენ და სიუცაი როგორც ვთქვი ბევრად მარტივი და თანამედროვე ადამიანზე მორგებული მოდელი არის ხო მაგ ფიქრის რომ ის კომპლექსიკა და რაღაც დრო ძალიან შეიცვალა ხო ძალიან ბევრი ინფორმაცია ხალხს აღარ აქვს მაგის დრო არ აქვს უბრალოდ რომ ამდენ რაღაც ფილოსოფიაში გავერკვე რაღაცა ასტროლოგიაში კოსმოლოგია და მთელი ამბავი და თან ახე ცნობიერებაც უკვე ისეთ დონეზე არის რომ აი რაღაცა ცოტა ასტრალურზე საუბარი ძალიან რთულია ადამიანისთვის რომელიც ინერციით ცხოვრობს რა ყოველი ორშაბათი მისთვის რაღაცა საშინელება არის და ასე შემდეგ როგორ შეიძლება ახლა ამ ხალხთან დავსვა ისეთი კითხვები, რაც მას დაეხმარება, ხო? აი, მაგ ტექნიკა და მეთოდი რომ მოიფიქრო, მაგიტომ არის გენიალური, ხო? რომ საერთოდ არ ესმის არაფერი, არც ვარსკვლავები, არც მთვარე, მისთვის არაფერი არ არსებობს, მხოლოდ არის, აი, რასაც მე ვაკეთებ, ეგ არის ყველაფერი. აი, მაგ ადამიანებისთვის მოიფიქრო ესეთი მეთოდი, რომ აი, ცოტა მოდი, აბა, აქიდან ისე წავიყვან, რომ თავისი აი რაღაცა წამალს რომ მოგცემ, მე ანტიდოტი გჭირდება, რომ გაანეიტრალოს ხო თუ ეს არასწორად მიღებული წამალია. აი ესეთი რაღაცა სტრუქტურა შექმნა, რომ საბოლოო ჯამში მაინც მიყავხარ რაღაცა აი გამოგვიძებად გაცნობიერებას არცაც ეძახი, მაგრამ ანუ დღევანდელ რეალობაზე მორგებული. ის რაც ხალხს ჭირდება. და რა, ანუ რა გჭირდება, როგორც ასტროლოგიაშია და თარიღი დაბადების, დროც გჭირდება? დრო არ გჭირდება დაბადების თარიღი და მშობლის დაბადების თარიღი გჭირდება, რატო ნახე? ერთის თუ ორივეს. ვისთანაც გაიზარდა ბავშვობა, არ გაიზარდა მშობელთან, მაშინ სხვა ვისთანაც გაიზარდა ის. ანუ აღბრძდელი ვინც იყო უშუალოდ, ხო? ნახე, შენ რო დაიბადე, ეს არის შენი დაბადების თარიღი, ანუ შენი მოცემულობა, რა დაიბადე და რაღაცა გარკვეული უნარები უკვე დაგყვა. მაგრამ ნახე, იგივე თარიღში სხვა ადამიანი თუ დაიბადა, მასაც ხო იგივე უნარები აქვს. აბა ინდივიდუალურობა ხო უნდა გამოვკვეთოთ და ინდივიდუალურობას ნახე რა გამოკვეთავს ვინ გაგზარდა? როგორი მშობელი ყავდა? იმიტომ რომ 1-დან 7 წლამდე ბავშვი არის დედის გავლენის ქვეშ, 7-დან 14-მდე მამა როგორ იქცევა, უყურებს როგორ შემოდის, როგორ საუბრობს, როგორ მიირთმევს ყველაფერს. ანუ ეს არის მიღებული ჩვევები, შეძენილი ჩვევები და უნარები, რაც შენ თანდაყოლილი არის. ესეც უნდა გავარჩიოთ აუცილებლად. მე როგორი რელიგიის მიმდევარი ხარ, როგორ სახელმწიფოში ცხოვრობ, იმიტომ რომ ეს წესები ჩვენ ხო დღეს ვერაფერს ახალს ვერ ხო, აბა ჩვენ ხო ნახე, ჩვენ ხო დღეს ვერაფერს ისეც ვერ ვიტყვით, რაც აქამდე არ თქვა. ანუ ვართ უკვე რაღაც აზრების და მორალების, ასე ვთქვათ, მსხვერპლი თუ რაღაც გავლენის ქვეშ, როგორც ეს ადამიანიც არის ამ ყველაფრის გავლენის ქვეშ და შენ უნდა შეძლო გარჩევა რა არის მისთან და ყოლილი უნარი შეიძლება რაღაცა არის და დიდი ნაწილი არის შეძენილი და რაც თავარია ხა უნდა გამოკვეთა მოკლედ მისი ინდივიდუალურობა ისე რომ სწორი მიმართულება მისცა რა მაგის თქმა მინდა და ყველაზე მთავარი რა არის შეიძლება შეგხვდეს ადამიანი დახედო მის მონაცემებს და საერთოდ არ გავდეს
ეს რას ნიშნავს უკვე? ზოდიაქოებზე როგორც ხდება ხო, ხოლმე რაც ანუ მორიელება და ვაფშე არ გავს მორიელს. არ გავს მორიელს. ცნობიერება ხო მაგას ცნობიერების გაფართოება ხო მაგას ნიშნავს, რომ შენ გახვედი გარკვეული მატრიციდან, უკვე შენ თავისე დაამუშავა. მე რაი პირადი გამოცდილება გაქვს რაღაცა ვიღაცას რყევები აქვს, ვიღაცას სხვადასხვა თერაპიები და ტექნიკებით საკუთარ თავზე ხომ მუშაობს. ეს ხო ნიშნავს, რომ გავზარდე მე ჩემი უნარები. და შესაბამისად მე ძალიან ხშირად შემხოდრი ადამიანი და დახედავ ხო ციფრებს და საერთოდ არ გავს. ჩემი მატრიცა მე ისეთი დამუშავებული მაქვს ახლა, რომ ძალიან გინდა ასტროლოგიურადაც რო შეხედა, გაგიჭირდება რომ მივხვდე ვინ ვარ და რას ვაკეთებ. და როგორ დაამუშავე შენ? ანუ რა ხელსაწყოებს იყენებდი და თუ რა იყო კიდე რამე სიუცა ის მიღმა გარდა თუ უფრო აი რიცხვებზე კონცენტრირდი და აი ბოლომდე ჩაშალე ეს პროგრამა. აი ნახე ჩემ თავზე სულ მუშაობ, რაც თავი მახსოვს, სულ ვარ რაღაცა სიღრმისეულ რაღაცა გაანალიზებებში და პროცესებში და აბა რა როგორ არის და სულ ამ თემებში ვარ, მაგრამ ციფრებში ისე მარტივად ჩანს ეს ყველაფერი. ასტროლოგიური რუკა იმდენი მაქვს ჩემი გაკეთებული, აბა რა და როგორ არის, მაგრამ ყველაზე მეტად რეზონირდა ეს ციფრული ფსიქოლოგია. ძალიან მარტივია, აი ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ ჩანს ადამიანის გარკვეული კომპეტენციები, ეს კომპეტენციები ზოგი მე თანდაყოლილი მაქვს დავიბადე ამით და რა კარგია ეს უნარები მაქვს, მაგრამ რაღაცები არა მაქვს. კარგი ისე რომ გარკვეული უნარების გამომუშავება შეიძლება რაც არ გაქვს. მაგრამ ამისთვის შენ თავს უნდა აჯობა, ანუ ცოტა კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდე, იმიტომ რომ როცა რაღაცა ისეც აკეთებ, აი მაგალითად კარგ აქვს რაღაცა ემპათია, კომუნიკაციის უნარი გამოხატულა და ეს გჭირდება ხარ, რომ რაღაცა გარკვეულ შედეგებზე გახვიდე. არ არის ეს კომფორტული რო გააკეთო. თავიდან მე რომ მითხრეს, რომ თან ჩვენთან არის ფორმულების დონეზე გაწერილი რა და როგორ უნდა გააკეთო და პირდაპირ შედეგზე გადის. აი ისეთი თვალსაჩინო. აი მაგას რას გულისხმობ? აი ნახე ანუ ჯერ ერთი მაინტერესებს, ანუ აი თქვა რუკას ეთხი შენ შედგენას თუ რა ცხრილს თუ დაბადების თარიღი რუკა ხო ჩვენთან ეძახიან პროგრამას. ხო, პროგრამა გასაგები. ანუ პროგრამა შედგა ადამიანზე თავის მონაცემებიდან გამომდინარე. იქ ეუბნები ციფრებით, სად არის ამის სუსტი მხარე? Yes, ეგრე. და მე ანუ რაღაც მისიასავით არის, როგორც ასტროლოგიაშია, მანდაც? ხო, მოდი ვინც საერთოდ პირველად ისმის, ესე გავამარტივოთ. არის ორი მნიშვნელოვანი ციფრი. ერთი არის ცნობიერი, მეორე მისია. ცნობიერი მუშაობს 33 წლამდე და გაქვს 100%-იანი ენერგია, რომ რაც გინდა ის გააკეთო. 33 წლამდე გაქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ შენი მატრიცაც დაამუშავა. დამატებითი უნარებით შეიძინა და პირობითად თუ არის რაღაცა მინუსები, გააქტიურა და თუ პირიქით როგორც არის. მოკლედ 33 წლის მერე გერთვება მეორე ენერგია, ეს არის მისია. ეს მისია რეალურად არის ქმედებაც არის და მისიაც. მე რა უნდა ვაკეთო და როგორ ვიქცევი. ნუ თუ ეს ისე გავაკეთეთ, რომ შენ საქმიანობა თუ აქციეთ ეს ყველაფერი, აუცილებლად კარგი შედეგები გამოგივა. ანუ შენი თანდაყოლილი უნარებით, რომელიც 33 წლის შემდეგ ჩაგერთვება, ემსახურები ხალხს. აი თუ ესე გადავიტანთ ამ ყველაფერს, გადავაკონვერტირავთ, მაგ შემთხვევაში ანუ ძალიან კარგი. თუ შენ ამას ესე არ იყენებ, მაგ შემთხვევაში აუცილებლად დაგეწყება ის რაღაცა შინაგანი სიცარიელე. რომ აბა კითხვები, აბა ვინ ვარ მე და რას ვაკეთებ? ხო და ეგ მანდ შენ როგორ უყურებ მაგას, რომ ანუ უბრალოდ სისტემია გამომდინარე, რომ ანუ ეგ კრიზისი იწყება აუცილებლად 33 წლის მერე? თუ ხო შეიძლება მანამდე დაიწყოს? მანამდეც იწყება. ჩემ შემთხვევაში ეს იყო 26 წელი, როცა დაიწყო, მაგრამ მაგასაც თვითონ ირჩევს ახლა ადამიანს უნდა რყევა თუ არ უნდა ეს რყევა გამოგვიძებამდე მიიყვანს თუ არა მე რო გამოვიღვიძებ რა თუ არ გავცნობი ერთი ხო გამოვიღვიძებ და რა არც არაფერი არ ხდება. ანუ შენ თვითონ ირჩევ გინდა თუ არა არის ადამიანები რომლებიც არ აქცევენ ამას ყურადღებას და მე უკვე იწყება ფსიქოსომატიკა. ანუ ჩვენთან ახლა სიუცაის სამ ძირითად კომპონენტზე არის დამყარებული. ერთი არის ფიზიკური სხეული, როგორც შენი შუქნიშანი, ანუ შენი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულება, როგორც თავს მე ვგრძნობ, ისეთი გამოხატულება აქვს ჩემს გარეგნულ ფიზიკურ მდგომარეობას. მეორეა მთავარი კითხვა ცხოვრების ვინ ვარ მე და რა უნდა ვაკეთო? აი ეს და მესამე არის უკვე ურთიერთობები. ჩვენ პირიქით ალაგებენ ხოლმე, რომ ეხლა მე წავალ ფულს ვიშოვი და რაღაცა და მე მივხედავ ჩემ ცხოვრებას და ამ დროს ჩვენი ყველაზე ესეთ მომხმარებლები და ვინც აი კლიენტებს როგორც ეძახით არიან, ვისაც აინტერესებს ეს თემა, არის ეს ხალხი, რომელსაც აი
და საკმაოდ შემდგარი წარმატებული ადამიანები არიან და რაღაც 50 პლუს და მოდის და გეკითხება და გეუბნებ რომ აი ჩემი ცხოვრება გადავდა იმისთვის რომ ეს მეგონა რომ მომიტანდა ბედნიერებას და შინაგანი სიცარიელე ეს უგრძნობ რა დღეს ყველაფერი მაგ და ბედნიერი არა ვარ სად უნდა წავიდე და აი მან იწყება რა ვიცი ეგზისტენციალურ კრიზისს ამბო ხო და ეხლა ნახე მან უნდა დაანახო და ნახე მათ ნახე ადამიანს ხო გონია რომ ბედნიერებას მოუტან სტატუსი ფული და ასე შემდეგ რა ეს ეგოს თამაშები და ეს ეგო ქრისტიანობაშიც არსებობს და ვერ გავექცევით ამას რომ ადამიანს აქვს თავის ხასიათის თავისებურებები პიროვნება და ასე შემდეგ მაგრამ ნახე პრობლემა იწყება იქ სადაც ზომიერება იკარგება სადაც ჩვენ სანამ ჩვენ ცნობიერად არ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, ხო? ძირითადად ჩვენ არაცნობიერად მოქმედებთ და ვართ ამ ეგოს თამაშების მსხვერპლი. ეხლა სადიმალება ციუცაის ტექნიკა, ამას მე დავარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს აღმოჩენა ძალიან ბევრი კონსულტაციის და გამოცდილების მერე გავაკეთე მოკლედ, რომ ციუცაის პრინციპი არის ესეთი, რომ ამ ეგოს ვერავინ ვერსად ვერ გაიქცევა. შესაბამისად უნდა დაიკმაყოფილო ეს ეგო. რომ შენ იყო წარმატებული, გქონდეს სტატუსი, გქონდეს ყველაფერი, აი სხვაზე რო აღარ გქონდეს რაღაცა, რომ იმას აქვს და მე მაქვს, შენც გაქვს. გეუბნები რომ ყველანაირი შესაძლებლობა გაქვს ცხოვრებაში, რასაც გინდა რომ მიაღწიო და მოდი გასწავლის ახლა როგორ გამოიმუშაო ენერგია, ისე რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადო. შენ იწყებ ფიზიკური სხეულით ამის დამუშავებას, გამოიმუშავებ ენერგიას, ასევე ხსნი ეგრეთ წოდებულ სფეროს ეს შიდა სამუშაო ტერმინებია, მოკლედ, საიდანაც მოკლედ სამყარო გაძლევს ისეთ აზრებს, ისეთ ფიქრებს და გეხმარება კონცენტრაციაში, რაც არის შენი თანდაყოლილი უნარი, რა, რაშიც რო ვერ იგებ ფულს, რაში გიხდიან და შენ საქმეს რო აკეთებ, მაგრამ შენი საქმეა რა და ეს ძალიან გავსებს, არ გღლის ეს ყველაფერი. აი ამ ყველაფერზე კონცენტრაციას გაკეთებინებს, გამოდიხარ ძალიან წარმატებული შემდგარი ადამიანი და მე იქიდან იწყება მთავარი გაცნობიერება, რა. ეხლა მე კი მივაღწია ამ ყველაფერს, არ ვარ დაჩაგრული სამყაროსგან. მეც მქონია ყველასნაირი შესაძლებლობა, მაგრამ ეს იყო ის, რაც მინდოდა. ანუ მან იწყება მე უკვე იმის თავარი გამოღვიძება, რომ არა, აგერ მე უკვე ყველაფერი მაქვს, ოკეი, მაგრამ ეს ამაში არ ყოფილა ჭეშმარიტება. ანუ ჭეშმარიტება არის საკუთარი თავის გაცნობიერება, ხო ესეა, მაგრამ თუ ამას ვერ დაიკმაყოფილებ, ძალიან რთულია ახლა ერში ისე ცხოვრება რა, ყველაფერზე უარი თქვა და პირდაპირ გაცნობიერდა ახლა. და პირველი მაგას ეუბნები? ჩვენთან არის ესეთი რაღაც შეიძლება გინახავთ კიდევაც. აი 80% ადამიანების არიან მორალისტები. მორალისტები, რომლებიც სხვებს განსჯიან, სხვის ცხოვრებით ცხოვრობენ. მაგალითად, შენ რო გაქვს მეც მინდა, ხო ესე არის. ანუ ეს ადამიანები ვერასდროს კონცენტრაციას ვერ აკეთებენ, რომ იყვნენ თვითონ წარმატებულები. ახლა ნახე, ამ ადამიანებს ასწავლი, რომ შენც გაქვს იგივე შესაძლებლობა და ამაზე დროს ნუ კარგავ, მოდი ახლა შენი უნარები აღმოვაჩინოთ, ფსიქოემოციური მინუსიდან გადადი ფსიქოემოციურ პლუსში და გავზარდოთ შენი შედეგები, რომ შენც გქონდეს ეს ყველაფერი, რაც გინდა. ნახე, ამ 80%-დან 13% ახერხებს მხოლოდ, რომ იყოს წარმატებული, იმიტომ რომ ამ წარმატებას ძალიან ბევრი შრომა და კონცენტრაცია ჭირდება, ისე არ მოდის, ხო, ეს ყველაფერი. მე უკვე აი ამ 13%-ში ვიც მოხდება, ძალიან დიდი რისკი არა, უკან დაბრუნდე 80%-ში და ძალიან დიდი შესაძლებლობა გაქვს, რომ გადახვიდე იმ 7%-ში, სადაც უკვე აცნობიერებ შენ უკვე, რომ ეს ყველაფერი ცხოვრება, რა ვიცი, ილუზია, ეგოს თამაში იყო და მე ეს არ მჭირდება იმისთვის, რომ რეალურად ბედნიერი ვიყო და სულ სხვა რაღაცებს უნდა ვეძებ. ხო და ეგ ახლა თუ სწორად გავიგე, ანუ ეხლა შენ რას წახრი, შენთან მოსული ხალხი, თქვათ შენთან ზოგადად სისტემასთან, თუ ხა ვილაპარაკო ჩვენზე, ანუ შენთან მოსული ხალხი, რო თქვათ, რომ დაამუშავოს ეს რაღაცები, ანუ შენი ძახი რომ მოსული ხალხიდან 13% შეძლებს მაგ რაღაცის გაკეთებას, ხო? ამიტომ რომ ნება და რაღაცებია გამოსახატი. მე მაგ 13%-ში კიდე მიდის მუშაობა უფრო სხვა რაღაცის დასამუშავებლად. თუ სწორად გავიგე? ეს არის ზოგადი სტატისტიკა. ადამიანების 80% ესეთი, 13% არის წარმატებული, 7% არის ადამიანები, რომლებსაც არც აღიარება სჭირდებათ. ანუ აღარ სვამენ კითხვებს რა და რატო ხდება და შინაგანი ხო. და თვითონ თუ არ იმუშავეს, ხა მაინც შენ და მე და ვინც არ უნდა განქნუმი და ასტროლოგიური კუთხითაც ხა რა, ანუ მანდაც უამრავი ადამიანი მოდის, რომელიც რუკას აკეთებს, მაგრამ ან მე ამ რუკაზე როგორ იმუშავებს, იდე უფრო ცოტა პროცენტი ხდება, რომელიც მართლა მუშაობს მე რუკასთან, იმიტომ რომ ხა ინტელექტუალური
სტიმულაცია უფრო ის არის რა, მომხიბვლელია. ხო ხტები რომ რაღაცას მოგიყვება რა ის ადამიანი შენზე, მაგრამ მე ხა ნუ შრომაა ჩასადები. და რა სისტემაც არ უნდა იყოს, ხა ძალიან საინტერესოა შენ რასაც ყვები ეგ პრაქტიკული კუთხით მაგის ისა. მაგრამ ნუ ხა შრომა ხო რა, შენ იმად მაგივრად შენ ვერ იმუშავე. არა, შენ ხავე მასწავლებელი ვერ გეტყვის თუ როგორც ქვია, არ ვიცი ადამიანი. მაგრამ ისე აი ად ბოდიში გააჩნია მე მგონი მასწავლებელსაც მაგ დროს რა, იმიტომ რომ აი მე ხა ჩემი დაკვირვებით რა მომენტი მაქვს, იცი რომ აი ეხა სიუცაიც რაღაც ეტაპამდე ონს სწორედ გამიგე ამ სიტყვას რომ გამოვიყენებ დამაკნიალოთ არ ვიძახი ხელობა შეიძლება იყოს რომ ანუ გაწერილი ზუსტი პროტოკოლი არის რაც ფორმულები რასაც მიყვები და იცი რომ კონკრეტულ შედეგებამდე მიგიყვანს და ასტროლოგიაშიც ეგრე რაც კონკრეტული ცოდნა მუსიკაშიც მათ შორის და მე ეგ ყველაფერი უკვე ხელოვნებაში და ზეში რო გადადის ცოტა სხვა ხარისხში აი მაგ დროს აი ნიკა შენ რაც ეძახი მაგნეტიზმს რაღაცა ეგ არის უკვე ინდივიდს გააჩნია იმიტომ რომ ეგ ხო სიუცაი ყველა შეიძლება ისწავლოს მაგრამ ვიღაცები გამორჩეულად შეიძლება იყვნენ აი ის ისეთ რაღაცას გეტყვის ან ისე გეტყვის აქედან გამომდინარე რომ რაღაც შენში ძალიან დიდი მნიშვნელობა გამოკრავს რაღაც სიმს რა და აი შენი აზრით აი ან შენ თუ ქონი ეგ შემთხვევა რომ აი მუშაობ კლიენტთან და თითქოს აი ცოტა მიღმა გახვედით, აი რაღაც ინტუიციამ კიდე სხვაგან წაგიყვანა და გაყევი და რაღაც აქამდე უჩვეულო ადგილას მოგიყვანა. არ ვიცი, აი რამე ეგეთი ანომალიური ყოფილა სიუცაიში, იმიტომ რომ მაინც ასტროლოგიასთან შედარებით გონია უფრო დამიწებული სწავლება რა შედარებით, ხო? ეთერიკას მოშორებული, იმიტომ რომ ახლა ვიწყებთ ისეთი ხალხთან მუშაობას, რომელსაც საერთოდ არ უნდა, არაფერი არ უნდა რა, გონია რომ თავისი იმით ცხოვრობს და ვსი არაფერი მაგას ჭირდება ჯერ დამიწებული ვერსიები შესთავაზო, სტატისტიკა და ამბები, მაგრამ ვინც ამას გაივლის, მერე იწყებს ამ თავარ ამბავს. ჩემ შემთხვევაში ეგეთი შემთხვევები და кейსები იყო мотиваციის წყარო, რის გამოც მე საჯაროდ გავხადა ეს ჩემი საქმიანობა. და ჩემ кейს მოვყვები პირდაპირ, რომ ჩავედი ყველა ენერგიას თავისი ახსნა. ჩემი დაბადების თარიღიდან მე ვარ 3-2-3-იანი არის. რომ ჩავედი ამ ადამიანთან სასწავლებლად, ხო, ნახე, 3-იანი არის მასწავლებელი, ცოდნის გადამცემი, კიდე სხვა მიმართულებებით შეგვიძლია 3-იანთან, იმიტომ რომ ანალიზი და ანალიტიკა კარგად გამოსდის და მენტორი არის 2-იანი, რომელიც აი მენტორი შენ თქვი რა, რაღაც ვიღაცამ ისეთი უნდა გითხრას, რომ შენ შეძლოს და მითხრას რომ აი შენ ვინდე თან გეკითხებიან იქ ჩადიხარ ბევრი ადამიანი არის კურსზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსული გეკითხებიან რომ აბა ვინ არის მისია ორი ვინ იქნება მენტორი ვინ შეძლებს რაღაცა ჩვენი კოლეგა გახდეს თუ რაღაც ეგეთებს და მე ვფიქრობდი ხო რაღაც სხვა მიმართულებით მაქვს გამოცდილება 14 წლიდან ვმუშაობ და აი ყველანაირი ჟურნალისტიკა ბიზნესი ყველანაირი გამოცდილება მაქვს და რა მენტორი ვფიქრობ ეხლა რა უნდა იყოს ამაში საინტერესო ისეთი რა რაღაცა ნუ აღმოჩნდა რომ ეგრე არის. ეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე ფორმულები ჩემ თავზე დავტესტე რა, როგორ მუშაობს და სად რა იხსნება და ვისთან რისი გაკეთება შეიძლება და პირველი ჩვენთან არის ესეთი ნაბიჯი უკან, ესეთი ფორმულა და რომ მითხრეს ახლა შენო კიო კარგი მრჩეველი ხარო, მაგრამ მხოლოდ გონებით აკეთებ რა, აი ადამიანს ჭირდებაო შენი ემპათია, თანაგრძნობაო და შენო მხოლოდ გონებით, ეცივი გონებით არ უშვებს ხელში, არ შემოგაქვს მისი შეგრძნებები და გონებით აკეთებ ამ ყველაფერსა და ეს უნდა დაამუშაო, შენი მანტრა ეს არისო და მე გაგეხსნა. ხო, ემოციური სხეული უფრო გააძლიერო. ხო, აი როგორ დაამუშაო მანტრას რას გულისხმობს? პირდაპირ დავალებებს გაძლევენ, აი უნდა წახვიდე ეს გააკეთო, ეს გააკეთო და აი სოღან ეს კვესტები ძალიან მარტივად არის ყველაფერი და რო ჩამოვედი იქიდან ეს ბოდიში ეს დუბაიში ხდება თუ ხო დუბაიში ნუ გვეუბნება რომ ეს უნდა გააკეთო რომ შენ ეს გაგეხსნას და მე ხო ვფიქრობ რომ აი ახლა რა ვისთან ახლა და მე ესეთიც რაღაც ცივი ერთი შეხედვი და ჩემ მეგობარი მეუბნება ხოლმე რომ დააყენო მაგვიზარეზე რომ ჩამეხუტო იმიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე როგორ შეიძლება ზედმეტი შეხედვა და მე ძალიან ისეთ მაგრამ აი საოცრება ორიან ჩამერთო და ეხა ვინ მისახუტა ვინ მისახუტა ძალიან საინტერესოდ არის და დავასრულებ ჩამოვედი ეხა და ვიცი რომ ზედმეტი რაღაცა კითხვები უნდა დავსვა და შევიდე ამ გავიხედე გამოვიხედე ვის შეიძლება ეხლა ვკითხო და ნუ ერთ-ერთი ადამიანი რომელიც თან ერთადაც ესე ნუ მუშაობდა ჩემთან დავუძახე და აქამდე მარტო გარკვევით ესე საქმეზე მოკლედ ვესაუბრებოდი რომ აბა ეს გავაკეთეთ ზედმეტი იმის იქით კითხვები არ უყვარს რა 3-ას და
ამ ენერგიას და დავისვე ხო და ველაპარაკებ რა მშობლები როგორ არიან შენი და ოჯახში როგორ და ის გოგო მიყურებს გაკვირვებული ამდენი წელი აქ უმუშაობდა რა ჭირს ახლა ამ გოგოს მე ვამუშავებ ამ ნაბიჯი უკან კონკრეტული დავალებებით და ო ამას თან შენ ცნობიერად აკეთებ ხო ხა ის უნდა აუცილებლად გავაკეთო მაგრამ კომფორტის ზონის ჩართულიც ქონდა ხო ის პროგრამა ხო თან ვფიქრობ ჩემ თავზე რომ ვინ არის ეს ადამიანი იმიტომ რომ საერთოდ არ საერთოდ არ მაინტერესებს იმის მიღმა რა ხდება, მაგრამ ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩავედი ამ დუბაიში ერთი წელი ვისწავლე ამდენი რაღაცა რესურსი დავხარჯე. ხო, უნდა ვნახო როგორ მუშაობს. და ეხლა ინსპირაცია ის იყო, რომ კონსულტაცია მე თვითონ რომ გავიარე, სულ მახსოვს კონსულტაციიდან 2 სიტყვა, მაგრამ ამ 2 სიტყვამ ჩემი ფაზლები ისე შეავსო, რომ მივხვდი, რომ ამაში რაღაცა საინტერესოა და მოდი ახლა წადი და დავტავა ის ჩემი შულები და წავედი ვსწავლობ და ხო და დავტესტო. მას სხვას როგორ გავუზიარე ყველაფერი და ნუ აი ეს გოგო ძალიან აღფრთოვანებული იყო და ისე შემოვიდა მოკლედ ამ როლში, რომ აი გაგრძელდა მე რაღაცა კვირაების განმავლობაში და სულ წერდა ოჯახში როგორ იყვნენ კითხვების გარეშე რა და აი ცოტა ისე შეიძლება ვერ გავუწელე. არ ვიყავი ეს მე, მაგრამ ხო, ჩემი არისო. ანუ ხო ხდება. მოიწონს ეგ მაგარია, ხო. თუ შენით არ გამიზიარებ, ნახე, როგორ არის ჩემი. აი ეგ არ შემიძლია ეს ძალიან. ანუ რაღაცას რო ხო, აი ნახე, შენ ავთენტურობას ხო არ უნდა უღალატო. რაც არ უნდა, აი ნახე, რაღაც მოცემულობა, რაც გაქვს და შენ ხარ რაღაც შენი პერსონალიტი, ესე ვთქვათ. ხო? ანუ სად არის ზღვარი მანდ იმის რომ შენ რაღაც და აი შენი ის მაინტერესებს რა და მაგ სისტემიდან ანუ სად არის ზღვარი შენი თავზე მუშაობის ესე ვთქვათ და რაღაცები თვისებების შემოტანის რომელიც შეიძლება ამოდროულად სიყალბე იყოს იმიტომ რომ არ ახარ ეგ ტიპი და მეორე ავთენტური შენი ბუნება რომელიც მაგალითად შეიძლება ბუნებრივად არ მოგწონს ის ადამიანთან საუბარი, რომელიც თქვა არ გაინტერესებს ან არ გინდა, ანუ ახლო არ გრძნობ თავს და ეხლა შენ რაღაცნაირი პროგრამა გაქვს მე აქედან ციფრებიდან, რომ უნდა მიაწვე მაგას. აი შენ მე ჩემი ხედვა მაქვს ასტროლოგიაზე როგორ ხდება, მაგრამ აი შენი კუთხითაც დანახული მაინტერესებს ეგ რა. ახე შენ რაც გაქვს იმოცემულობაში ისედაც კომფორტულად ხარ. გაქვს და მორჩა. მანდ განვითარება არ არის. მანდ რჩები. და რაც არ გაქვს, როცა იმას სწავლობ და იმას გამოიმუშავებ, მანდ არის განვითარება. ხო და ვერ გაუძელიო აპარაზეთი. არია დამასრულებინა და ანუ ძალიან დიდი ის იყო ესე იგი. აი, ჩემთვის ძალიან უცხო იყო. პირველი ეს ახლა ჩვენ დავსხდით და პოდკასტში დავსაუბრობ და უცებ გადავწყვიტეთ ნიკამ და ნინიმ და ანდრომ გადაწყვიტეს. ეგრე არ ხდება, ეგრე მთელი ცხოვრების ბრძოლა, ხან გამოგივა, ხან არ გამოგივა. მაგრამ ანუ შეძენა შეიძლება, დამუშავება შეიძლება, გამომუშავება შეიძლება და ანუ ახლა ცოტა ისე მოდა გამოცადო გამხელილი ჯობს რომ გადავწყვიტე ეს გოგო დამებლოკა. აუ, რა პლოტ ტვისტი. მაგარი პლოტ ტვისტი მოხდა. მე ველოდები რომ აი ხო ვეწვალე და მაინც ბოლოს მაინც დავამუშავე. ალდეკია დავამოაკე. პროგრამა ძალიან ძლიერია და ესე უცბად მაგიტო გითხარით და დღეს რომ გადავწყვეტ და არ მუშავდება და ვერ დავამუშავე პირველ ჯერზე რა, მაგრამ ჩემს გამეორდა იგივე სიუჟეტი მე რა შენ ცხოვრებაში რამე. ხო, გეტყვით მაგას როგორ მოხდა და ნუ რას ქვია ახლა ვერ დავამუშავე, ეს ჩემთვის ძალიან რაღაცა აზარტი იყო და თან მაინტერესებს რომ რისთვის დავკარგე ამდენი და უნდა დავამუშაო, სხვა გზა არ არის და დავიწყე ამ კონსულტაციების ტარება. ხა კონსულტაციაზე ადამიანი რომ მოდის, ამიტომ ეს ახლობლებში, მეგობრებში და ასე შემდეგ რომ მოდის და თავის ამბავს გიყვება, ეხა შენ ემპათია არ ჩართო, იქ ეგეთი რაღაცა არ ხდება რა, იმიტომ რომ ტირის ახლა და მიდი და შენ ცივად უთხარი რომ რაღაცა ესე არ არის. ანუ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი თავი რა ეს ემპათია დამემუშავები. როგორც კი დამუშავო და იმიტომ რომ 10 ჯერ რო გააკეთებ, მე-11 ჯერ უკვე შენია და ბუნებრივად გამოგდის. აი შენ რაც მკითხე. შენ კი თავიდან გონია რომ შენი არ არის და დისკომფორტია სერიოზული. იმასაც ეჩვევი რა, მე ანუ შენ. ანუ შენ სითფოს გამოხატო. მე პირველად ჩემ შვილებს უთხარი მიყვარხარ მეთქი და მაგრამ ეხა ყველა შემიძლია ვუთხრებ და უკვე ჩემი ნაწილი გახდა. დავამუშავე ხდები რას გულისხმობ. ხო და აი ამ რა შედეგზე გავედი. ამ მეგობარმა მოიყვანა თავის მეგობარი, იმ მეგობარმა თავის მეგობარი.
ანუ ამ ყველაფერმა რა შედეგი მომცა, იცი რა დავდექი იმ ფაქტის წინაშე, რომ всё ეს ხალხს ნახე როგორ ჭირდება. ანუ ემპათია ჩემში დამუშავდა და შესაძლებლობა გაიხსნა უცხო ადამიანები მოდიოდნენ და გთავაზობდნენ უკვე ამაში რაღაცა თავის ემას ხო რა. ხო, ჯაჭვურად მიყვა. ჯაჭვურად მიყვა. პირდაპირ დამუშავდა და დავდექით ფაქტის წინაშე, რომ მოდი გავხსნათ სოციალური გვერდი და აბა ვნახოთ როგორ წავა. ანუ ეს ხალხი საიდან მოვიდა, არ ვიცი. ხო, ეგრე არის რა თქმა. ხო, ანუ რაღაც მეჯიკიც ქონდა მაგას. მაშინ მატერიალურ შედეგზე როგორც კი შენ ამუშავებ შენ პროგრამას, ეგრევე გაგიხარ. და მე მაგ კითხვა რომ ანუ ეგ შენ რაც ვიყო ერთი ნაბიჯი უკან და მე წინ ხო? ანუ უშუალოდ მე რომ აი ეს ამოვიდა ხალხი და შენ რაც ახალ ეტაპზე გადახვედი თითქოს და რაღაც ახალი თავი დაიწყო, აი ეგ შეიძლება ჩავთვალოთ ხო? უკვე აი შენ ხო სამი ხარ თუ ანუ მე 4-ში გადას თუ როგორ ეძახის თქვი. ხო, ემპათია. ხო, და მე ხო წინ უნდა გადახვიდე ისე. არა, ნადა ეხა ცოტა ისეთი არ მინდა თითქოს რომ გაგირთულოთ, მაგრამ ნაბიჯი უკან +1 არის, +1 კიდე სხვა შესაძლებლობებს გაძლევს და მე გადიხარ მისიას +2. ხო, ნახე მე მაქვს მისია 2, რომელსაც შეზღუდვა აქვს ესეთი რომ მოსწონს 1-1-ზე ურთიერთობა. მაგრამ მე თუ დავამუშავებდი პირველ ფორმულას, აუცილებლად მივიღებდი მისიას +3 და ჩემი მისია +3 არის მასშტაბებზე გასვლა. და თავისით მოხდა ის, რომ კონსულტაციებს გაცდა, მასტერკლასები ვატარეთ ბათუმში, სხვადასხვა ქალაქებში. ან ბუნებრივად გადახვედი მან. და რაღაცა ის მოთხოვნილება და შესაძლებლობები, რომ მოდი აბა მასტერკლასი გავაკეთო და მოდიოდა 80, 100, 120 ადამიანი მოდიოდა და ჩვენ მე ვიჯექე უყვებოდი რაც ვიცი. რაღაც პროცესი დაძარი შენ იმ აზი ხა ერთი ემპათი ამაგარი არის. აი ხო ხვდები. ერთი აი რაღაც გონია რომ დისკომფორტს განიჭებს და თვისების დამუშავება. ხო, რამხელა რაღაც დაძარი მე რა. აი მთელი აი ნახე შენი დაბადების თარიღში მოცემული ყველა ციფრი არის შენი თანდაყოლილი უნარი. მე არ მქონდა ის 2-იანი დავამუშავე, არ მქონდა 5-იანი დავამუშავე. აი ყველაფერი მუშავდება შენი ციფრების მიხედვით. ზოგადად ეხა ესე პერსონალურად ჩემი გავარჩიეთ, მაგრამ აი ეპოქების გარჩევა შეგიძლიათ ამ მონაცემებით და აი იგრას ნიშნავს. ყველა ენერგიას ხო აქვს თავისი ახსნა რა, 6-იანი არის მაგალითად ის შემოქმედება და ხელოვნება და კომფორტი და სიყვარული და ასე შემდეგ. 8-იანი არის კონტროლი, მატერიალიზმი და ასე შემდეგ და პირდაპირ ხარ რომ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა შედარება თქვენთვისაც რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, აი რენესანსის ხანა, ეპოქა, მე-15-მე-16 საუკუნე. გინდა არ გინდა 6-იანი იმ დოზით იყო ამოცემულობაში. რომ აი სერიოზული ის შეიქმნა რა, არ ვიცი რაც გინდათ იმას და რომელმაც შეცვალა ხანა, ხო, ეპოქა გააჩინა რაღაცა სერიოზული. და როგორ იღებ? აი 6-იანი რო იყო და თქვა არა 7-იანი. ნახე, დაბადების მონაცემებში არსებული ციფრები საერთო ენერგეტიკას ქმნის. ხო, მაგრამ ეპოქას თვითონ ციფრებად წელს აი ეხლა ნახე, არა, ყველაფერს ვითვლი. მატრიცაც რო გარჩევ, მე ყველაფერს ეხლა შენთვის შენი ყველაფერი მჭირდება სრული დაბადების თარიღი და ყველაფერი, მაგრამ თვითონ ეპოქებში რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ციფრებს, ხო? 2000 წელს თუ დავიბადე როგორი ვარ და მე-15-მე-16 საუკუნეში თუ დავიბადე, რა ნიჭი აქვს ხო საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს ენერგეტიკა ხო, ეს ციფრი ხო, იმ საზოგადოებაში არის ხო, 1600 წელს რო დაიბადე, 1500 წელს რო დაიბადე, შენი ენერგია სხვანაირად არის უკვე გამოხატული, სხვა ციფრები შეადგინა შენი მატრიცა. და მატრიცაში არსებული ციფრები ხო გამოხატავს შენ უნარებს. კი. 23 წლამდე და მაგიტომ. აი ინდუსტრიალიზმის ხანა რო ავიღოთ ხო, როდესაც დაიწყო უკვე კაპიტალის შეგროვება და ესე რომელი იყო მე-17-მე-18 საუკუნე, სადაც 8-იანი არის წამყვანი, 8-იანი მატერიალისტი არის. კონტროლი უყარს, მოხვეჭელი არის. ანუ არა მატერიალურ რაღაცებზე ვცელდება ხო სიუცა ის თვალზე, აი ეგ დროულ რაღაც მოვლენებზე. აი შეიძლება სიტყვაზე აი მაგალითად ქვეყნის ასაკიც იყოს ხო ეს არა თუ ეპოქის არა როგორ დგება აი მაგალითად საქართველოს პროგრამა რო აიღო დამოუკიდებლობა როცა გამოცხადა იმ თარიღს იღებ და აჯამებ თუ რაღაც მეთოდი თუ ამის ხო ვითვლით რაღაც გარკვეულ ენერგიას მანდ არის ოფიციალურ დოკუმენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს და ვითვლით ამ ენერგიების მიხედვით მასევე აი ხო გეუბნები აი ეს ეპოქები იმიტომ არის კარგი გასარჩევი რომ სრული აი იმ მომენტისთვის არსებული პერიოდისთვის რა ციფრები იყო მთავარი აი ის ძალიან კარგად გამოხატავს რა ეხლა აი 2000 წელს დაბადებული ბავშვები ის ყველაზე მთავარი კითხვა არა აქვთ მოქმედების უნარი რაღაცა უნდათ და არიცე როგორი მოქმედ ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას
როგორ? აი ჩემი შვილები რაზუსტია მართლა ეხა რო ვიხსენებ ჩემ მეგობრებს ყველა ეგრეა. როგორ გავერთო? აი დღეს როგორ სიტყვა არ უნდა დასვა? ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ შენში ესე იგი პრობლემა რომ ვერ დღევანდელ დღეს როგორ პოულობ? რატო აქვთ ეგ 2000-იანი? იმიტომ რომ ორიანში არიან, ხო? მოკლედ არა, 9-იანი არ არის. თქვენ რო ერკვავით ასე. არა მედიცინას ვერკვევი კაცი. მატრიცაში უკვე 9-яნის ნაკლებობა, 9-იანი მოქმედება, ტაქტიკა. და ჩვენთვის აღონ დიდია გადმოგეგდო და რა ვიცი ხეზე ვაშენებდით სახლებს და შტაბებს და რას არ ვეძახი. მე მივხვდი ანუ თვითონ ანუ სიტყვაზე მე ხო ვარ 1917 მე არ მაქვს სიტყვაზე 8-იანი 6-იანი ეგენი მაკლია მაგსო ოკეი ეხლა ანუ იმათ აქვს 2 მარტო ხო? ხო ძალიან ნახე დაბადების თარიღში რაც მეტი ციფრია, მეტი ენერგია გაქვს თანდაყოლილი. ამიტომ ახლა ბავშვებს რო ურჩევენ ხოლმე 20 რაღაცა და 2020, ანუ არ გაწიროთ ბავშვები მაგისთვის, რაც მეტი ენერგია იქნება, მასში უკეთესია. ეგრე არის ხან, აი ნახე, მე-19 საუკუნიდან ყველაზე რა 9-იანი და 1-იანი ხო, თამაშობს მათ ყველაზე მეტად. ყველაზე დიდი ომები რა მოხდა, ხო? ცივი ომი, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, იაპონიის ომი, რატო, რა რისთვის იყო ეგ? ვიეტნამში შეჭრა რა 1000 ხო, აი მთელი ამბები, იცი როგორი საინტერესოა, რა ჩაუღრმავდები ახლა მე კიდე, ისა და ამ დროს ადამიანის გონია რომ რაღაცა იდეოლოგიისთვის იბრძვის და ამ დროს თავის ილუზიებში. მაგრამ ბაზა ნუმეროლოგიიდან არის აღებული თვითონ ციფრების მნიშვნელობა. ანუ მე ხო, ანუ 900 რო ვთქვათ რაღაცა კონკრეტეთი. მაგალითად მატერიალისტია 8 რო იძახი, ანუ ეგ ნუმეროლოგიური ცოდნიდან ანუ ექსადაგრო დაიცოდნა ესე ვთქვათ რა. აი ამ გამოკვლევებით ხო რაც იმ ადამიანმა ამ ადამიანმა თუ ზოგადად ცოდნა. არა, აი მაგიტო გითხარი რომ ეს არის გაერთიანებული ცოდნა რა. მე რო ახლა ასტროლოგიის რუკის ანალიზს ვუსმენ, იგივეს ვამბობ ხოლმე მგონია ოღონდ სხვა ციფრებით. სხვა ენით უბრალოდ რა, ეს არის ციფრებში გამოხატული. იმავეს ამბობდა საბოლოო ჯამში ყველანი აი ნახეთ სულიერი სწავლება იქნება თუ სხვა სწავლება ადამიანი მიდის კიდე ფილოსოფია კიდე ფსიქოლოგია მიდის ერთ ჭეშმარიტებამდე ეს ჭეშმარიტება რა არის რა ევალება ადამიანს არაფერი გარდა საკუთარი თავის გაცნობიერებისა მაგრამ ამ გზამდე დამწერტილამდე რა მიმიყვანს ეგ უკვე ძალიან ინდივიდუალურია ხო ჩემთვის მაგალითად ციფრები უფრო რეზონირ და შენთვის ასტროლოგია და ასე შემდეგ ხო ესეა ყველა სხვადასხვა მეთოდს მიმართავს და ვიღაც შეიძლება ავტობუსით მიდის ვიღაც ვიღაც მოტოთი. იგივეს გასწავლის და ხშირად არის ხოლმე აი რელიგიას და რელიგიაც იგივეს გასწავლის აბსოლუტურად. საკუთარი თავის გაცნობიერება ყველაზე კარგად არის ნათქვამი. სულ აი ვიმეორებ რომ რა უნდა ვთქვათ ახლა ისეთი მაგიტომ არ მინდა და პოდკასტში მოსვლა რომ აი რა უნდა ვთქვათ ახლა ისეთი რაც ხალხმა არ იცის რა. როდის იყო ნათქვამი რა რა ვიცი ვინ თქვა. არა ხო მან ძალიან დავიწყებდით მაშინაც გითხარი ანუ ის კი არა რას იძახი. ხო, ვინ იძახს, ანუ შენ როგორ გაატარე ეგ ინფორმაცია? შენი გამტარობა რამდენად ავთენტურია. და ეგ მაგ ენერგეტიკით შეიძლება უკვე ხო, ჩემი ხედვა, რაღაც ინტეგრირებული ის არის ყველაფერთან ერთად რა, იმიტომ რომ აი მეთოდები კიდე მაინტერესებს კარგად რა, ანუ აი ვთქვათ კლასიკურ რაიმე პრაქტიკებს არის ანუ ამ ადამიანმა თავისი მეთოდოლოგია შექმნა უკვე აი მანტრა რო თქვი თქვათ რა მაგას ეძახით მანტრებს როცა რაღაცაზე მუშაობ თუ აი მეთოდიკები რა გაქვს ისე ნუ ეხლა მანტრა ეს რაღაცნაირად შენთვის გასაგებ ენაზე ესე ნუ მანტრა ქვია მაგრამ ეს მანტრა რატომღაც ეზოთერიკასთან არის თითქოს მაინც კავშირში რა ნუ უნარი რომელიც უნდა დაამუშავა მე გეტყვი რომ ფორმულა ქვია რა მნიშვნელობა ხო არა ანუ არის ფორმული ფორმულა მანტრა რა წინა ის და რამდენი ფორმულა არის როგორ გაქვთ დახარისხებული ეს ფორმულები აი ზუსტად ეს რა ციფრებს მიესაბამება თუ კი აი ნახე აი ეს პარიტეტი წაღანაც გავარჩიეთ 80% 13% აი ამ რაღაცებში უნდა იმოძრაოს ადამიანმა ხო აი 80% და გადავიდეს 13%-ში ამისთვის რა მჭირდება ხო რაღაც დავამუშავე ერთი ფორმულა მეორე ფორმულა ჯერ პირველი ელემენტარო რაც მოდის ახლა კონსულტაციაზე ადამიანი ძალიან მარტივ დავალებას ერთი შეხედვით მარტივს მაგრამ მის ნებისყოფას ამოწმავ და მე ყველას ვეუბნები რომ აი შენთვის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი შედეგები აქვს. მაგრამ უნდა იაროს სიუცაიში ეს გაწერილი, იმიტომ რომ იხსნება იქ რაღაცეები და ენერგია მიწიდან ამოდის და მთელი ამბები და კუნდალინის ენერგია და ყველაფერი მუშავდება, მაგრამ ახლა ნახე ადამიანს უყურებ და ხედავ რომ არ დადის.
ფული უკვე გადახდილი აქვს კონსულტაციაზე მოვიდა დრო გამოყო და ეუბნები ისეთ რაღაცას რაშიც არანაირი რესურს წადი ისე ინე უბრალოდ ყოველ დღე და არაკეთებს არდებს ხო არაკეთებს ხვდები იმას ვერ გადაიყვან სხვა ეტაპზე კი ასტროლოგიაშიც ეგრეა გამორიცხულია ის თუ პატარა ნაბიჯი რო გადადგას დაუფასდება ან სამყაროსგან ღმერთისგან დაუფასდება იმიტომ რომ ჩადოს რომ ასტროლოგიაში სატურნია სატურნი მართავს რიტმულ მუშაობას და და ის მაგრამ შეიძლება იქ ინსპირირდეს ან შენ ენერგიაზე დაждდეს ან ამას რომ ხო აძლევ ხა შენ ენერგიას და მე უკვე ნაბიჯებს აღარ დგას და მანდ უკვე გამორიცხულია რამე პროგრესი მაგრამ რამე ქონია ისე აი მე კიდევ აგრძელებ მუშაობას ეგეთ ხალხთან თუ როგორ ნახე ადამიანი რომელსაც შეძლებს რომ ის დაამუშავოს იმასთან შეიძლება რომ გადახვიდე მეორე და მესამე ეტაპზე იმიტომ რომ სიუცაა ესე არის ნახე მორგებული პიროვნების ზრდა და ბიზნესის განვითარება. რა ბიზნესის განვითარება არის უკვე კოლექტივთან მუშაობა და ასე შემდეგ დიდი შედეგები. შენ თუ ამას შენ თავზე არ იწყებ მუშაობას და ამით არ იწყებ მოკლედ მოქმედებას აზრი არ აქვს ვერ გადახვალ მეორე და მესამე ეტაპზე. უფრო მეცაც გეტყვი რომ აი პირველივე კონსულტაციაზე შეგიძლია იმდენი ინფორმაცია წაიღო რომ ნინი საერთოდ აღარ დაგჭირდეს რომ აი ვსი მაქვს ახლა მე ესე ვამბობ რომ შენი ცხოვრების სახელმძღვანელო რა კომპასი რუკაც არ არის რუკაცში დაიკარგო ეს კომპასი ზუსტად იცი რა მიმართულებით უნდა წახვიდე და თუ გინდა იარე თუ გინდა არა ну ვიღაცას мотиваციისთვის ჭირდება მეორეჯერ და მესამეჯერ შეხვედრა და უფრო მეტად რომ ჩაუშალო და გარჩევა ძალიან საინტერესოა უკვე სწავლის პროცესია მე მაგიტაო ვეუბნებ რომ ჯობია ისწავლო ეს ყველაფერი კურსი გაიარო და ისწავლო ნახე შენ რო კონსულტაციაზე მოდიხარ მხოლოდ შენ ენერგიებს ამუშავებ მაგრამ ხა სულ ხომი არ გეყოლები ამიტომ ეს რომ შენ გამოიყენო შენი ოჯახის წევრებთან მეუღლე შვილები მეგობრები სულ გქონდეს ეს ხელსაწყო და მე რევსე შენთაც გააკეთე აი შენ რა მიდგომა გაქვს ხა ის მაინტერესებს ჩემი პროფესიული ეს მუშაობიდან გამომდინარე რა დამოკიდებულება შენი აი მაგალითად მოვიდა ადამიანი შენ აუხსენი ეს ყველაფერი მაგრამ არ მუშაობს ანუ არ გადადის იმ შემდეგ პროცენტულ იმაში ხო ანუ მაგრამ უნდა შენთან სიარული უბრალოდ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის რა. იმიტომ რომ ამაზე რო ელაპარაკები, ნუ მოწონს ეს ამ თემაზე ლაპარაკი. მაგრამ ნაბიჯებს არ დგავს. მაგ დროს მაინც იღებ ხალხს თუ აი როგორ იქცევი რომ ჩემთან ნუ მე ესეთი პრინციპი მაქვს რომ ერთი შეხვედრით შემოიფარგლება და თუ მე გავდივარ შედეგებზე შეიძლება რომ გავაგრძელოთ. მაგრამ ნახე ეგეც ძალიან საინტერესო არის და როგორც წესი არ არსებობს აი სულ რო ძალიან მყარად იდგეს მიწაზე და არანაირი არ აინტერესებდეს ეს იმდენად გასაგებდა მარტივენა და იმდენად დიდ შვებას განიჭებს როგორც კი ერთ წინადადებას იტყვი ასეთ საზოგადოებაშიც კი იმხელა ყურადღებას იქცევ რომ გინდა არ გინდა ეს ადამიანები მე შენი ენერგიით იკვებებიან თუ როსაც ეძახი და მიდის მე თავისი პირადი ინფორმაციის იმას შეიძლება არაფერი არ გააკეთოს მხოლოდ იმ მომენტში კონდეს შვება მაგრამ როცა თუ შენ ამას რაღაცა პროფესიულად უყურებ და რაღაც შენი მიზანი არის მართლა შედეგებზე გასვლა და რაღაცა მაშინ უნდა მიცე ამ საუბარშიც რაღაც გარკვეული мотиваცია იმისთვის რომ მან ქმედება დაიწყოს ხო დაძრაოდ ხო აუცილებლად თუ აინტერესებს აი თუ ერთხელ მოგისმინა არ არსებობს რომ არ გამოიყენოს ეს ყველაფერი მაგრამ ხო აი რამდენი ხანს იყოფა мотиваცია იმიტომ რომ ეს ხო რუტინული სამუშაო ესე არ ხდება რა უცებობ და გავაკეთე და გაგაკეთე და არ არის ეგეთი ხო ანუ ვინც მუშაობს იმასთან კიდე მუშაობს შენც ანუ აი უნდა ნახო რომ აი ეს ადამიანი მოყვება ნახეთ ჩვენთან ძალიან მალე ჩანს შედეგები დავამუშავე პირველი ფორმულა გამოჩნდა ჩემთვის რაღაცა მატერიალურ შედეგი ჩანს ძალიან მარტივად მეორე ნახე როგორი რაღაც არის 10 დღეში 2 კვირაში ადამიანი გწერს რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალა ნახე გარკვეული მიზანი გაუჩნდა ნახე რომ ახალი იდეები წამოვიდა ფიზიკურმა სხეულმა ენერგია გამოიმუშავა იდეა გაუჩნდა რა დარჩა მხოლოდ მოქმედება და იწყებს მოქმედებას იქ შედეგი როგორ შეიძლება რომ არ დაიდეს ხო ესე მივახცე გარკვეულ შედეგს და მოუწერიათ რომ აი ისეთი რაღაც გავაკეთე კონსულტაციის მე რასაც არასოდეს არ გავაკეთებდი რომ არ გეთქვა შენი ყველაფერი მაგრამ ამას რომ მიაღწევს იმას კი არ ფიქრობს რომ კიდე სხვა მიზანი დაისახოს სადაც წავა იქ ამთავრებს ხო კიდე მეტი რაღაც ერთი კიბე და საფეხური აიარა და გაჩერდა და ეს განვითარება მუდმივი პროცესია ესე ხო არ ხდება რომ ახლა ავედი და ვსია დამთავრდა რა სულ უნდა იარო და ფიზიკური აქტივობა ყველასთვის მნიშვნელოვანია ყველა რიცხვისთვის რომ აი დაიხარჯოს ფიზიკურად და აი გააქტიუროს ეგ ცენტრი თუ კონკრეტულებისთვის აი უფრო აი სასიცოცხლო აუცილებელია მე მაგალითად 7-იანი რო ვარ ჩემთვის მე მგონი აუცილებელია ხო რომ ვიარო
ყველასთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. სხვანაირად სხეული მიიძინებს და შენში არსებულ ენერგიებს ვერ გააღვიძებ, მაგრამ შეიძლება რომ სხვადასხვანაირად ურჩიო, ვიღაცას უფრო აქტიური სპორტი ურჩიო, ვიღაცას სიარული, მაგრამ სიარულით ვიწყებთ როგორც ვთქვი, იმიტომ რომ უმარტივესი დავალება არის, თუმცა რუტინულად როცა გთხოვენ არც ისე აი როგორ მაგრამ რუტინულად ყოველდღიურად რამდენი 1 საათი გაიარე რაღაცა გარკვეული აგერ მარიამი არის ცოცხალი მაგალითი გვესწრება ერთად ჩემ პრაქტიკაში ერთი ალბათ მე ვარ რომელიც ამას აკეთებს და მეორე მარიამი რომელიც რაც უთხარი იმის მერე დადის და მე გაგიზიაროთ თავის შედეგი არა სიარული მართლა მაგარია მეც რუსეირნო ანუ ძალიან ბედნიერი მივდივარ ხოლმე სახში მე. ნახე ხა მოდი ცოტა სხვანაირად ჩავშალოთ კიდე უფრო გასაგები რო იყოს რა ხდება ამ ფიზიკური აქტივობის დროს. სიუცაის მიხედვით არსებობს 9 ტიპის ადამიანი. თელ მსოფლიოში მნიშვნელობა არ აქვს. ამ 9 ტიპის ადამიანის აი ნახე ვიზუალურად რო წარმოიდგინეთ მრგვალი სივრცე ეს არის გონების სივრცე. გონება ყველას გვაქვს ერთნაირი და ამ გონებაში არის უსაზღვრო შესაძლებლობები. ყველას გვაქვს ერთნაირად ყველაფერი. მაგრამ ამ გონებაში არის კიდევ ესეთი პატარა სივრცე, რასაც ვეძახით ჭკუას და ეს ჭკუა არის დაპროგრამებული ჩვენ ციფრებით. ქართულში არის ძალიან კარგი გამოთქმა, რომ მეტი ჭკუა არ აქვს. ანუ ამაზე მეც ვერ მიხვდა. ეხლა მიდი და გააგე, ანუ არ ესმის, რომ სხვანაირად საერთოდ შეიძლება. რეალურად ეს ჭკუა არის ჩვენი შეზღუდვა. აი ამას უნდა გავცდეთ. ეგ არის სულიერი ზრდა გაცნობიერება, ხო, რაც შენთანაც არის რუკაში, რომ ამას უნდა გავცდე. დავსვა კითხვა. ეხლა რატო ვთქვი, რომ ფილოსოფიის ხიდია მეთქი ეს რომ ვინ ფილოსოფოსები იყვნენ ის ვინც განსხვავებულად თქვეს ხო ისინიც რაღაც გარემოში გაიზარდნენ ოჯახებმა ასწავლეს და ასე შემდეგ მაგრამ განსხვავებული კითხვა დასვეს მიხვდა ის რაც აქამდე არავის არ დაუსვამს და სხვანაირად რა მოყვება დღემდე ის ჩავიკარგეთ ამ ყველაფერში და ხა გვჭირდება რაღაცა სიახლე ამ მატრიციდან გამოსვლა ესე იგი ცოტა განსხვავებულად უნდა ვიკითხო რასაც ვაკეთებ რატო ვაკეთებ სწორად ვაკეთებ ეს ვისი მოთხოვნა არის ესე მასწავლეს თუ ესე უნდა იყოს ამ ყველაფერს აპროგრამებს შენი პროგრამა, ციფრების ენერგია, ხო, რა მატრიცაში რა ენერგიებია გაქვს. ეს უნდა მოკლედ გავხსნათ. აქედან არის შენი სურვილები, შენი მოქმედებები, შენი მიზნები, შენი მისწრაფებები და ამ შენ ცნობიერს და მისიას ვერასოდეს ვერაფერს ვერ მოუხერხებ. ერთადერთი შეგიძლია რომ ფსიქოემოციური მინუსთან წაიყვანო ფსიქოემოციური პლუსში, ანუ გამოხატულება იყოს დადებითი ამ ენერგიის და არა რაღაცა რეგრესული. მაგრამ მე თან აი ჩემ დაკვირვებასაც გაგიზიარებ, იმიტომ რომ სიუცეის კონსულტაციაზეც ნამყოფი ვარ ასტროლოგთანაც და სხვა იმებზე და ამ ძალიან საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე რომ აი ეს გამოთქმა რო არის, ხო იცი, ბნელ ოთახში რო სპილოს ეხება ყველა სხვადასხვა წერტილში და რო იძახი რომ ეს ხორთუმს ეხება და ეს გველიაო ის რაღაცას და სხვა ცხოველიაო, მაგრამ რეალურად ყველა სპილოს ეხება და აი სიუცაიც მგონია ერთ-ერთი აი წახნაგი აი იმ ერთი მთლიანობისა რაც ვარ ჩვენ იმიტომ რომ აი ბევრი რაღაცა აი შენ როგორც თქვი ყველა მითხრა ერთი და იგივე თავისებურიანი სხვადასხვანაირად თითქოს ეგრე რომ აი რაღაც უნდა გავაკეთო და აი ეგ იყო ძალიან საინტერესო რომ როგორ განსხვავდება ენები რომ აი სიტყვაზე სიუცაი უფრო შეიძლება იყოს აი ისეთი ადამიანებისთვის სიტყვაზე შენ როგორც თქვი ვინც უფრო ბიზნესშია ვინც უფრო აი მიწაზე არის უფრო მატერიაში არის ასტროლოგია ვინც შეიძლება შუაში არის ორივეზე ან პირიქით უფრო იქეთ მაგრამ რეალურად აი ეს არსი მაინც ერთი აქვს საბოლოო დანიშნულების წერტილი ეხლა ნახე რა მინდა და მე თქვა რომ ამ პროგრამაში არის ილუზიები ან ჩვენ როგორ ვხედავთ რაღაცებს და ხშირად ამბობენ რომ სამყარო არის ილუზია და არ არის სამყარო არსებობს უბრალოდ შენი დამოკიდებულებები და შენი აღქმები არის ილუზიური ესეც მოდის შენი პროგრამიდან ნახე შენ და მე ერთი და იგივე საგნის შეიძლება სხვადასხვანაირი აღქმა გქონდეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე ხვდები კი ბატონო სუბიექტური აღქმები ხო სუბიექტური აღქმა ამიტომ ეს ყველაფერი გვჭირდება რომ გადავიყვანოთ ობიექტურ რეალობაში ხვდები არა ის ანუ ობიექტურ ბაში რომ გადახვიდე, ანუ რა გჭირდა, სრულად უნდა გაცნობიერდე, მოკლედ რეალობა რომ დაინახო. ცნობიერად გააკეთო. სამ განზომილებაში და არა სიფრაზე. კი, არა შენი დამოკიდებულება და შენი შინაგანი მდგომარეობით, არამედ ცნობიერად გააკეთო, ხო, უკვე რომ ეს ნამდვილად ჭიქა არის ხო და სხვა დატვირთვა ამას აბა. ეგეც ხო, აი ეგოსგან ცოტა სეპარაციასავით არის უდნავ, რომ ეს შენი ეგ არის შენი პროგრამისგან სეპარაცია, კი, შენი ემოციებისგან, დამოკიდებულებებისგან სეპარაცია. ეგეთ კითხვა დამებადა. აი ორი ვთქვათ აი ნახე 2000-იანებში ვინც დაიბადა
რომ არ აქვს თქვათ რაღაცა ციფრები ცოტა აქვს რა, უღრის გარდა არაფერი არ აქვს. ანუ ეს შენ ამას როგორ უყურებ? ანუ აი ამდენ ადამიანს ეგეთი კარმული მიდრეკილება რატო ჩამოუყალიბდა? აი კოლექტივში ეგეთი ხალხი რატო მოვიდა, რომ არ აქვს სხვა ციფრები რა და მარტო ერთი ციფრი აქვს რა. ანუ იმიტომ რომ ინდივიდუალური კარმები ხო განსხვავდება, მაგალითად, ანუ რაღაცა შეიძლება სხვა ერთ ეპოქაში ან დროს რაღაც დამუშავებული კონდეს წინარე ინკარნაციებში თავისი ხასიათის რაღაც შტრიხები და უკეთესი შესაძლებლობებით იბადებოდეს, ვიდრე მე და ეგ გასაგებია. მაგრამ აი რო ვთქვით, რომ 2000-ებში ყველას რაღაცა აკლია, აი ყველას რანაირად აკლია, ხო იქაც ხო გრადაცია იყო, მაგათ თუ აღიარებს ზოგადად რეინკარნაციას ეს სისტემა და თუ არა, მაშინ აი უბრალოდ მე და რა ლოგიკით ლაგდება ისე, რომ აი მთელ ამდენ ადამიანს აქვს ნაკლებობა გარკვეული ციფრების. Ხოლოდ იმიტომ, რომ დაიბადნენ კონკრეტულ დროს. ანუ აი რა ხო ხტები, აი რამე ახსნა არის ლოგიკა ცოტა რთული. ხო, ნახე, ეხლა ვეცდები რომ რეინკარნაციას მე პირველ საეკლესიო კრება როდესაც მოხდა პირველი, მაშინაც კი დაისვა ეს, რომ სული ერთხელ იბადება თუ არა. მე მგონი არჩიეს რომ არ ერთქვათ, რა არის. რა ეს მარტივია, რომ ესე ადამიანებმა თავი რაღაცებს გაართვან. მართლა არ ყოფნის ადამიანების უმეტესობა ცნობიერება, რომ მსგავს ღრმა საკითხებს შეეხოს და დაამუშავოს, ხო ისე არის. ამიტომ ჩემი პასუხი მაგასთან დაკავშირებით ესეთი არის. რაც შეეხება ნახე ეპოქებს ეს ყველაფერი განაპირობებს. ახლა ჩვენ ეხლა გვაქვს ეს ცოდნა და ხელმისაწვდომობა და რა კარგია, მაგრამ ამას იყენებდნენ საუკუნეების წინ მეფეები და თქვენ ვერ ნახავთ ერთერთი მეფის დაბადების დღეს და ვერაფერს, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ინფორმაცია დევს და ყველაფერი არის გასაიდუმლოებული და უამრავ მაგალითს მოგიყვებით ესეც, მაგრამ ანუ მნიშვნელობა ყოველთვის ქონდა ამ ყველაფერს. კარმულად როგორ ლაგდება, არ ვიცი, მაგრამ გამოწვევის წინაშე დგას ეპოქები, ხო? ეხლაც ხო როგორი გამოწვევა ენერგეტიკულად ხო იგრძნობა, რომ რა ხდება, ხო, დედამიწაზე, მაგრამ ნახე, მანდ შენ თან უნდა დაამუშაო, შენი კარმა ხო, შენი დასამუშავებელია, ისწავლი თუ არ ისწავლი, გაიღვიძებ თუ არ გაიღვიძებ, გაცნობიერდები თუ არ გაცნობიერდები. ეს კი არ ნიშნავს, რომ მასა შეიძლება ესეთია, რომ ამ მასაში ყოველთვის არის გამორჩეული ადამიანი, ვის ეყოფა ნებისყოფა, ვის გადარჩება, ვინ გაცნობიერდება, ვინ შეხედავს ამ ყველაფერს. ხვდები, ვინ, აი მანდამეც აუცილებელი ხო არა რომ გარყიოს რაღაც ამ და ის აგარ არის ცოდნა და 1 2 3 4 და მოდი მანამდე დასვიკითხო მანამდე გაიგო ხო მაგრამ რთულია აი წინა პოდკასტში თქონდა საუბარი მაგაზე რომ ფსიქოთერაპევტ ნიონ კანდელაკთან რომ აი რატო ვერ მიდის ზოგი ხალხი სანამ მართლა ძალიან რაღაც სიღრმისელ ყევამდე არ მივა რომ აი რაღაც ეგეთი ზუსტად ეგეთი კითხვები დასვას გამოიკვლიოს და აი არ ვიცი მე ვერ ხვდები ძალიან რთულია რა მაგამდე რომ ესე იმიტომ რომ კომფორტის ზონაში სანამ ცხოვრობ ძალიან რთულია რომ საერთოდ დასვა კითხვა რა ეს რამე სხვა მჭირდება ანუ ისე მან პროგრამასთან მივდივართ რომ ანუ აღარ ცხოვრობენ კომფორტის ზონაში ანუ ეხა შენც ხო ამდენ ადამიანთან გაქვს შეხება ანუ ძალიან რთული ფსიქოემოციონალური პროცესებში ხალხი რა, ანუ ძალიან მძიმედ არიან რეალურად, ანუ უბრალოდ ბანდა არის ადამიანების ნაწილი, რომელიც ან ცუდათაა და ვერ ხვდება, რომ ცუდათაა და გონია რომ კარგათაა, იმიტომ რომ სხვა კონტრასტი არა აქვს, რომ არანაირი შესაძლებელი ისა დისტანცია არა აქვს, ანუ და მეორე ადამიანები არიან ცუდად ეს ეძებენ რაღაცებს მაგრამ აი მე მან ვაწყდებით პრობლემას, რასაც ჩენი ძახი, რომ აი ჩვენი მეგობარი აგერ რომ მხოლოდ ადის ამდენ ხალხში რა, უკვე ნებელობა შემოდის რა, ნებაშია ჩვენი პრობლემა, ნებაში გვაქვს რაღაცა ერორი. ხო და ეგ ნებაც ხო კომფორტის, ან კომფორტ ზონა არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც კარგად ხარ, შეიძლება ის ცუდად ყოფნაც ან არ ცუდნაც იმათი რაც კომფორტის ზონა იყოს, ანუ მიჩვეულები არიან მან ყოფნას, ხო რა მე ეგრე მესმის თითქოს აი იმ პროგრამაში არსებობას, ხო შეგუებულები. კი ხო და სიუცაის აქვს რამე ეგეთი აი ეგ ნებელობა რო ახსენე შენ რო აი ხო შოკი ცოტა აი რო აი ცეცხლი წაგიკიდოს ეგ მე მგონი ფასილიტატორი ხო ალბათ ხო მაგას ისო მაგამდე მივდივართ ხო რომ გააჩნია ხო ფასილიტატორს კი არა მე მაგრამ შეიძლება არ ვიცი ხო ეგ არის ნახე შენ რაც თქვი მე მაგას სხვანაირად ვუყურებ და ძალიან მომწონს მაგალითად ოშოს თეორია რომ არსებობს 3 ტიპის ცნობიერების ადამიანი. ერთი რომელსაც საერთოდ არ იცის რომ სხვა რამე არსებობს და ესე ცხოვრობს რა არც კითხვები აქვს არაფერი მოცემულობა რაც არის ეგუება და რა თუ უბედური ვარ თუ არ განვიცდი რაღაცას არ გან ნუ ესეა რა მორჩა.
მეორე არის ეს ადამიანური ცნობიერებას ეძახის ამას, როდესაც ანუ შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებას და პასუხისმგებლობას არავის არ კიდევ შენს გადაწყვეტილებებზე. ოღონ ეს არის როგორი რაღაცა, იცი? აი მაგალითად მე მინდა ვიყო მშვიდად, მაგრამ რაღაც მაინც მაბრაზებს. ანუ კი გაცნობიერებული გაქვს, რომ სიმშვიდე გჭირდება, მაგრამ რაღაცა გაბრაზებს. ანუ მაგის დამუშავება ყველაზე კარგად ხდება სიუცაის პრინციპი არის მაგისთვის, რომ ახლა შენ როგორ უნდა იყო ისე, რამ მდგომარეობაში, რომ სხვამ ვერ შეგარყიოს, ხო? ეგ არის ყველაზე მესამე არის მაგალითად რასაც ღმერთს უწოდებენ. საერთოდ ანუ ყველაფრის მიმღებლობა გაქვს. შენ ხარ ცხოვრებაში უკვე დამკვირვებლის როლში. და მანდ აღარ პირველი და მესამე ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ რეალურად მესამე, ხო ხტო მესამე უკვე სხვა ეტაპზე გადასვლა. მეორე შემთხვევაში უკვე შენ ნება გჭირდება იმისთვის, რომ რაღაცა გააკეთო და მანდ ძალიან საინტერესო დაკვირვება, ჩემი დაკვირვება შემიძლია გაგიზიაროთ, რომ აი ქრისტიანობაში ხო არის რაღაც ცნებები, რომელიც გასწავლის რაღაცას. უნდა მიხვდე, რომ ეგ მცნებები არის იმისთვის, რომ გაიაზრო, რომ შენ არაფერს არ წარმოადგენ და მარტო ვერაფერს ვერ შეძლებ. ყველაზე რთული არის, რომ საკუთარ თავს ებრძოლო, საკუთარი ნება რო აღასრულო, ეგ ყველაზე რთული. ყველაფერს და ყველას გააკონტროლებ საკუთარი თავის და სურვილების გარდა, ხო ესე არის. და შენ აი მაგალითად არ გინდა რომ გშურდეს, მაგრამ დაინახე და გაჩნდა ეს შეგრძნება შენში, როგორ უნდა დაამუშავო, ესე გჭირდება შინაგანად ღმერთი რწმენა, რომელსაც თხოვრო, იქნებ მე ეს სხვანაირად გამოვხატო. აი მაგას იძახი ნინო თორე. ხო, ხო. რა სხვა იმებს მე არ ჯერა რა. ან პრობლემა, ანუ ეხა არის ძალიან მოდაში. კი არა, აი რაღაც ესე ტენდენცია არის რა. ამ ძველი ცოტა ეპოქებიდან გადმოყოლილი, როცა ეს ფსიქოლოგია აღმოაჩინეს, რომ ეს რაღაც და ანუ რომ ყველაფერი ქვეცნობიერი, სულ ქვეცნობიერთან მუშაობა რა. და ხათუნამ თქვა სხვათა შორის არ მინდა რომ დაუკარგო. აქ სტუმრად როცა იყო ეს მითოლოგი, რომ პრობლემას უნდა დაარტყაო ზეცნობიერიდან, რა. აი რა კარგინა თქვა. ზემოდან პრობლემა უნდა, ხო, ანუ მარტო ქვემოდან კი არა, ანუ აი შერას ციცახი ხარ. მაგრამ ალბათ ორივე. ხო, ანუ ბარემ რაღა მარტო ის ქვეცნობიერითაც და ხო. ქვეცნობიერი არის იმისთვის, რომ გააცნობიერო და ინსტინქტურად აღარ იმოქმედო ცნობიერებაში გადავიყვანო. მან არ უნდა დარჩე, გაიგე, აი სულ მუშაობენ აი ამ სიზმრები, ჩაწერა, სიზმრები, აი მე მინახავს ადამიანები, რომლებიც აი წლები მუშაობენ სიზმრებთან. ხო. რა, მაგრამ ანუ რაღაცები დამუშავდება უეჭველი რეფლექსიაში რა, მაგრამ ანუ მაინც არ ხდება აი სიცოცხლის ნაპერწკალი, რაც ჩემო აქვს ღვთაებრივთან, საკრალურთან ურთიერთობას. ეგ არ არის რა, ანთება რა და მაგასაც ეუბნები ხოლმე, ანუ ეხლა ღმერთი რა შემოიყვანე, ესე ვთქვათ ეს. ხო, მაგაზე მეც ეხლა ახალი კითხვა დამეყვა და კაი, საინტერესო მოთამაშე შემოვიდა თამაში უკვე. კი, ნახე მე ვეუბნები ადამიანებს, რომ აქ დამთავრდა სიუცვაი და ეხლა გადავდივარ სხვა რაღაცაზე. აღარ ამის მიმღებლობა აუცილებლად უნდა გქონდეს ადამიანს რა. მოდიხარ ეხლა შენ და მეუბნები, რომ პრობლემა გაქვს პირად ურთიერთობაში, არ მოგწონს შენი მატერიალური შემოსავალი და რაღაც შენი სტატუსი და ეხლა მე გეუბნები, რომ კაი მე დაგეხმარები, რომ შენ ეს ყველაფერი მოიპოვო და ეს ვისჭირდება ეგოს ხო, რომ თავდაჯერებული იყო. რეალურად მორწმუნე ადამიანს რომელსაც ღმერთი სჯერა, ღმერთის ნების, რა შეჭირდება თავდაჯერება? მიყვება გზას. ხო, მინდობილია. მინდობილია, იყოს ნება შენი სხვა ხარაფერი არა, რომ შენ მინდობილი ხარ ყველაფერს. მაგრამ ეს ეგო თუ არ დაამსხვრია ადამიანმა, ისევ ეგოს თამაშებით, სხვანაირად ვერ მიდის მაგდას კუნამდე, ხვდები? ეს არის ჩემთვის გენიალური ამ სიუცაიში, რომ აგერ აი საერთოდ შენ გონზე არ ხარ და ისე გაიღვიძებ ერთ დღეს და ისე გაცნობიერდები. რა მე მიხვდები, მაგრამ ეს ეგოსთან მუშაობით, ხო? ეგ ვინ უნდა გააკეთოს, ხო? აი ფასილიტატორს ეძახი თუ აი ეს კაცები, ხო? აღარ სწორად უნდა გააკეთოს. ეგ ყველაფერი, ხო? და მე რა მაინტერესებს, აი შენ როგორ ახსნიდი რა არის გასხივოსნება? აი რაღაცა შენი არსებული პროგრამიდან გამოსვლა, აი პროგრამის ანუ აი მიღმა ყოფნა თუ აი ბლთლიანად გააზრო პროგრამის თუ აი სიუცაის მიხედვით როგორ ახსნიდი და შენი ანუ ხო აი მაინტერესებს უკვე შემოდის 0. 0 ხო და 0 არ არის სიუცაიში ხო როგორც ვიცი ხო და აი რა სერჩია 0-იანს აი
მანდარი. არო ეხლა ხო და ალბათ ეგ მაგიტომაც არ არის. ყველაზე საიდუმლო ცოდნა. ხო, მაგიტომაც ხო, აი მე არ ვიცი, მე შეიძლება ეხლა ჩემი დასკვნების და აზრების გამო დიპლომი ჩამომართვან, იმიტომ რომ გამალული ცოდნა რატო გამშოვნა. მე ტყვიან რომ ჩვენ დაგიცოდები არ შეგეში. ხო, ჩვენ ესე გქონდა მორგებულია და შენ მთელი ისინი ხა საიდუმლოები აბა ისე როგორ გამოფინა და გამოიტანე სააშკარაოზე, მაგრამ მართლა ამას არავინ არ გასწავლით იქ ადამიანებო. მეგობრება უნდა ამ დასკვნამდე შენი თუ და მიხვიდე ან მოყვება ამის ცნობიერება, ანალიზი, მსჯელობა, ლოგიკა, ან არ მოყვება და იქვე ასრულებ და ახლა ერთიანი ესეთია, ორიანი ესეთია და მთელი ამბები ეგ არის. რეალურად სულიერი განვითარება არის ის, რომ შენ მატრიციდან გახვიდე, შენი რუკიდან გახვიდე, ხო ესე არის ახლა და და განვითარებადია სისტემა, ეხლა შენ როგორ ატყობ? თუ აი რაღაც უკვე ისე დასინთეზდა, ანუ აი ხო, აი თვითონ ეს ადამიანი ხარ რა პროცესში არის, ანუ სისტემა გააკეთა, დასვებს ასწავლის, თუ კიდე რამეს ინტეგრირებას უკეთებს. თუ აი ბოლო აპდეიტები რა არის ამიტომ? ნახე 10 წელია სულ რაც არის ეს დუბაის ინსტიტუტი და საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. ბევრ ქვეყანაში აქვთ რაღაცა უკვე მიმოსვლა, ბევრი ადამიანი ინტერესდება და მე მგონია რომ დღეობით და უფრო მეტად ძალიან აქტუალური გახდება, იმიტომ რომ ფსიქოლოგია თავის თავშივე ღმერთს არ მოიაზრებს ხო ესე არის და ანუ მაგამდე რაღაცა ძველ ტრამებს ერთი და იგივეს ამუშავებ და მოდიან ადამიანები და შედეგები სამწუხაროდ ნაკლებად გვაქვს ხო ყველა რაღაცა უკვე ადამიანებს ჭირდებათ ახალი პროდუქტი რაც უნდა შესთავაზო იმისთვის რომ ხელშესახები იყოს შედეგი და ხელშესახები რომ იყოს შედეგი ანუ ამ სამს მაინც ვერ გაცდები ამ მატერიალურ ცხოვრებაში რომ წაღანად ჩამოვთვალეთ ფიზიკური სხეული რეალიზაცია ვინ ვარ მე და ურთიერთობა ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს და მე არის სამს რო ამუშავებ მე არის შენ რაც თქვი რა ის გასხივოსნება ოღონდ თუ გეყო მაგის ყოფა და კეთილი გონება და გონიერი რა ვიცი გული და ბრძენი სული მაგ შემთხვევაში შეიძლება მიხვიდე მაგამდე სხვა შემთხვევაში არ ვიცი როგორ ხდება ყველაფერი რა და ისეთი რაღაც აი ეხა და შეიძლება სულელური კითხვა დავსვი მაგრამ ისეთი რაც არ არის ხო რომ აი ადამიანმა ყველა რიცხვი იცხოვროს აი როგორ თქვა რაც მის პროგრამაში შეიძლება არ არის მაგრამ აი განცდის დონეზე განიცადოს ყველაფერი იმ პროგრამის დამუშავება კაი კითხვა ხო აი მაგალითად აი ესეთი რაღაც თქვა სიტყვაზე მაგალითისთვის გარემოება წარმოვიდგინოთ აი ერთი ჩარტა ანდროს ენერგიას ეთყობა რომ კი კითხვებს ეთყობა ანდროს ენერგიას და გამოვიშვი ძალიან საინტერესოა და შენ მე ჩემ ცხოვრებაში შვიდიანები მოდიან როგორც მასწავლებლები და მე ყველა დასმულ კითხვას და გაჟღერებულ ფრაზას მე ვიღებ რომ რაღაც შეიძლება განსხვავებულად კიდევ ერთხელ მე დავინახო ამიტომ გამოვიშვი ოკეი ესე იგი წარმოვიდგინოთ ესეთი გარემოება რომ ვართ ანტიკურ საბერძნეთში და არის ესეთი მისტერიული სკოლები, ხო იყო და ხშირად ეს ნუ როგორც ამბობენ მისტერიული სკოლების მთავარი მიზანი იყო, რომ შენ რაღაცები განგეცადა, რაღაც კონკრეტულ მდგომარეობებში შესულიყავი, რაც აქამდე შენი აი სიტყვაზე პროგრამის და კომფორტის ზონის ნაწილი არისო და რაღაცა სხვა განგეცადა შენ მიღმა. და ეს გაძლევდა უკვე ის სიტყვაზე ამ რაღაც უფრო ღრმა შეხედულებებს სამყაროზე შენ თავზე როგორ არის ყველაფერი მოწყობილი და აი თუ არის შესაძლებელი სიუცაითიც ან იგივე ესეთი რაღაცა მისტერიული გზებით შენ გაიარო ყველა ეს პროგრამა რაც არის 1-იანი 2-იანი 3-იანი 9-მდე რომ ანუ აი რაც გვაქვს მოცემულობა მატერიალურ სამყაროში როგორც ხვდები არის მარტო მხოლოდ 1-დან 9-მდე აი ესეთი მოცემულობა რაც შეიძლება გაიარო ამ განზომილებაში და всё და აი ეგ ერთ ცხოვრებაში რომ გაიარო ყველაფერი რაღაც ესეთი მისტერიული გზით და всё მე მაქედან განულდე ალბათ არ ვიცი. არა ხო? არა. შენ შეგიძლია 9-ვე კომპეტენცია გამოვიმუშაო, 9-ვე უნარი დამუშაო შენში. ხო. და როცა რომელი იქნება საჭირო, ის უნარი გააქტიურო და ჩართო. ეხლა ეს მჭირდება და ეს ვიქნები, ეხლა ეს მჭირდება და ამ უნარს გამოვიყენებ, მაგრამ ყველა ვერ იქნები, შენ ყოველთვის იქნები ენერგია შეგიშვი. არა ხო, ყველა ვერ იქნები ბოდიში, მაგრამ ხო ანუ ესე იგი შესაძლებელია კომპეტენცია. ხო. არა, რო არ კონდეს მისიად კი არა. ანუ ხო რა, თქვათ ყველა ციფრს ხო არ ამუშავებ, როცა შენი თქვათ დგება შენი მატრიცა.
ერთადერთი ციფრს ვერ ამუშავებ, ეს არის ენერგია 4, თუ ეს ფორმულაში არ ჯდება, აი მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ ვიღაცას გაუმართლოს, დანარჩენი სხვა კომპეტენციები გამომუშავებადია, სწავლებადია. ხო, მაგრამ აი კონკრეტულად მაგალითად მე მოვედი და ჩემი მატრიცა შედგა. რაღაც ციფრები ხო დაждდა და რაღაცები მაკლია და იმაზე მე მაგრამ ყველა ციფრს ხო არ მეუბნები რომ დავამუშავო. ყველას გეუბნები. ყველას მეუბნები. 9 არის და პრობლემა. ანუ 9 დასამუშავებელი. არა, რაღაცები გაქვს და არ გჭირდება. ჩემი დაბადების თარიღში არის 4 ან 5 ციფრი, ხო ძირთად ეგრე. დანარჩენი დასამუშავებელი. მაგრამ არ გამორჩება არც ერთი, ანუ 9 დასამუშავებელი, ზოგი დამუშავებული მაქვს ამ 9-დან და დანარჩენებს რაც არა მაქვს ამ 9-დან მეტყვი რომ დასამუშავებელი. მეთოდს შემოგთავაზებ, მაგიტომ უბრალოდ ნახე 23 წლამდე უფრო ადვილია და შესაძლებელი 33 წლის მერე უფრო დიდი ძალისხმევა გჭირდება რომ გააკეთო. თავარი ენერგია სხვაგან მიდის და ხო. წავიდა, შეზღუდვები ჩაგერთო გაცილებით მეტი, მაგრამ შესაძლებელია. გამოღვიძებების უმრავლესობა ისეთი მაინც უფრო გვიანას აქ ხდება. ნახე, მაგიტო ვამბობ რა, არსებობს ისედაც ძალიან ბევრი ცოდნა. გვაქვს ყველა შინაგანი ხმა, ხა კონსულტაციაზე ვეუბნები ხოლმე რა. არიციან რამ კითხონ და მივალ მაგ კითხვის პასუხამდე და აი რაღაცა უნდათ ეძებენ, მაგრამ არიციან რომ რას მოიცავს და დახუჭე ახლა თვალები ვეუბნები და ყველაზე მეტად რაც გაწუხებს ის მკითხე რომ აი ვითომ მარტო ხარ რა. ეგ მაგის დრო ადამიანებს არ აქვთ. ანუ დილას ვიყვიძებთ ტელეფონს და ვასრულებთ დაძინებასაც ტელეფონიდან. საკუთარ თავთან ლაპარაკი, ანუ შინაგანი ხმის მოსმენა და აღარ ვიცით. ვაიმე. ხტები? არ არის ეს რეალობა, რასაც მე გეთანხმები ბოლომდე. ხო, ნახე, ამიტომ ვიღაცა ვაიძულებ უკვე სამყაროს, რომ გაკვეთილებით და ჩემი რაღაცა გონიერებით კი არა, კრიზისში ჩამაგდოს, რაღაცა დამემართოს და მაინც გადამაფასებინოს შეხედულება. ამიტომ არის რომ ტკივილი მჭირდება რომ გავიღვიძო, ხტები, თორე კომფორტის ზონიდან არ გვინდა ახლა რა, ვიფშვენივრად ვარ. ხო, და ეგ შეიძლება უფრო გვიან ასაკში ეგეც ჩვენი ეგეც ხო ამიტომ არის რომ გვიან რაც მალე გაიღვიძებ შენთვის რომ ნახე თუ შენ არაცნობიერად მოქმედებ შედეგი არა გაქვს და თუ ცნობიერად მოქმედებ შედეგი გარანტირებული გაქვს ანუ რესურს ტყუილა აღარ ხარჯავ და შენზე არ დამოკიდებული ეგ ახლა შენც იცი რომ ვიღაცა შეიძლება ისე წავიდეს რომ ვერაფერი ვერ გააცნობიეროს ვიღაცა არის რომ უნდა გააცნობიეროს და ეგ უკვე შენი გონიერების ამბავი არის როდის რას შეძლებ ნახე მანდაც როგორი რაღაც არის ადამიანები მეც მათ შორის და ყველანი ჩვენ რაღაცა აქცენტს ვაკეთებთ რომ ტვინი უნდა იყოს განვითარებული და ჩვენ შვილებსაც და ჩვენც ესე გავიზარდეთ რომ აბა ოქსფორდები და კემბრიჯები და სორბონები და მთელი სულიც აქვს ადამიანს და გონებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ თქვენ შვილებს მხოლოდ და თქვენ თავს ნუ გაწირავთ იმისთვის რომ მოდი ძალიან ჭკვიანი ვიყავ და ყველაფერი ვიცოდე არ შეუძლია ტვინს ამდენი და გაცილებით მნიშვნელოვანია შინაგანი ხმის სულის მოსმენა ხო ესე არის. ხანდახან გამოყავით დრო იმისთვის რომ თქვენ თავს დაელაპარაკოთ რეალურად რა მინდა რატო ვაკეთებ ამას რა არის ჩემი მისწრაფება და ზოგადად რა არის ცხოვრება ხო მხოლოდ ეს რუტინა რითაც ვცხოვრობ თუ გაცილებით მეტი არის. ეგ შინაგანი ხმა მაგიდან მოდის. გონება არასოდეს არ გეტყვის და ChatGPT არასოდეს არ გეტყვის შინაგანად რას განიცდი ხო? ხო, მithმები. ეგ იქნებოდა ალბათ ყველაზე ავთენტური გზა იმ ადამიანისთვისაც. არა გარედან მოხვეული რომ შენ მაინც და მაინცა ესე დაახვიდან რაღაც. არამედ აი ის შინაგანი ხმა ინტუიციასაც ვეძახი მაგას, სხვა ეს რაღაც. შინაგანი ხმა ეს არის. ღვთის ხმა შენში რომ აი გაყვე მაგას. არა, ხო, ჩვენ რაღაცა ჩვენ შვილებს ყველა ესე ვზრდით და რეალურად ეგ ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ყველა წარმატებული ადამიანი და ეხლა მე რასაც უყურებ, ნახე წარმატება არ ნიშნავს რომ შენ ბედნიერი ხარ, მაგრამ როცა ხო ხტები, ბედნიერი თუ ხარ, შეიძლება რომ ეს აუცილებლად წარმატებასაც მოიცავს, მაგრამ ასევე მოიცავს ამ შინაგანი სულიერების დაკმაყოფილებას, გააზრებას, გაცნობიერებას, ურთიერთობასაც და წარმატებას, მაგრამ მარტო წარმატება არ ნიშნავს ხო ბედნიერებას. ამიტომ ეს ბედნიერების ფორმულა რო შედგეს და შენ თავი რაღაცნაირად მშვიდად იგრძნო და რაღაცებმა არ გარყიო ხო, იმიტომ რომ ერთ ემოციას უიყევა და ესეთი არის, მაგრამ შენ იყო ის ვინც ხარ ეს ღერძი არ დაკარგო, მაგისთვის საჭიროა ეს აუცილებლად რომ
ეს უსმინო შენშინეკა ხმას და ეს სამივე კომპონენტი იყოს დაკმაყოფილებული. ხო, თანხმედ, ანუ დაჩაგრული არ იყოს. ჩვენ მარტო გონებაზე, წარმატებაზე, მატერიალურ ზოგადად შედეგს. ყველა შეშლილი ადამიანის სიგიჟის ზღვარზე იყო, რატო გონებას მეტი არ შეუძლია დაანებეთ თავი რა. და რეალური ცოდნა ხო მაინც ის არის, რისი პრაქტიკაშიც გამოყენება შეგვიძლია. ხო, მე დიპლომი მაქვს თუ არ მაქვს პირობითად, მე შეიძლება ერთი სიტყვა ისეთი გითხრა, რომ აი ყველაფერი შეიცვალოს ხო და შენც ასევე ანალოგიურად. ამიტომ აი ბერძნებს რო ხთ ეხლა იქ გამახსენდა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული. ერთგვარი რაღაც ეგეც არის რომ სხეულიც თუ წყობაში არის და შეიძლება ყველაფერი გონება სული აი როგორ თქვა ენერგია უფრო კარგად ჩაედინება მე მდინარეში აღარ არის რაღაც შემშლელი ნაგავი ან რაღაც დაბრკოლება რომ შენ ვერ რეალიზდე და ალბათ მაგ დროს შეიძლება უფრო კარგადაც გესმის შენ შინაგანი ხმა. უფრო გულისყურით უსმენ. მაგაზე რას ქონია, მაგაზე დაკვირვება, რომ აი როცა დაიწყე სიუცაი, მერე უფრო ეგ სუხო გელაპარაკება ეს გინდა არ გინდა რაღაცნაირი რაღაცა გზებით ან ადამიანებით ან სიმბოლოებით, სინქრონულობებით მერე უფრო გაგიძლიერდა თუ ხარ დაკვირვებული ეგ შინაგანი ხმა ან უფრო მინდობელი გახდი მაგაზე? კი, უფრო მეტად. ყოველდღიურად უფრო თან ეს ფაქტებს რო ხედავ, ზოგადად დამკვირვებლის როლში ყოფნა ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ რომ აი ხედავ ყოველდღიურად, ეხლა მე კონსულტაციებიც არ მჭირდება, შენთან ურთიერთობა უკვე ჩემთან პრაქტიკაა და ხედავ ეს როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. და შენ როცა დამკვირვებელი ხდები, ბევრად საინტერესო არის ეს ყველაფერი, ანუ აღარ შფოთავ, აღარ ღელავ, აღარ გეშინია იმის გამო, რაც შენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული და გარედან უყურებ ახლა ამ ყველაფერს. ეგეც ერთგვარი ობიექტურ რეალობაში ყოფნა არის, ხო? ეს არის ობიექტურ რეალობაში, როცა შენ უკვე შენი სუბიექტური რეალობიდან და შინაგანი მდგომარეობიდან კი არა, ობიექტურად აფასებ ამ ყველაფერს. დღევანდელი რეალობის ახსნა ისე კარგად შეიძლება ამ ციფრების მიხედვით, რომ შეიძლება და სინქრონულობებს აღიარებს სიუცაი, რომ აი 11 ეს გვიყვარს ძალიან angel numbers და მობილურზე. სიუცაი არ აღიარებს. არა ხო? შენ? მე ვარ, მე ბევრ ამას. ანუ ეს უკვე სიუცაის მიღმა არის, ხო? იმიტომ რომ იუნგთანაც გვაქვს სინქრონულობა და ეს რიცხვების ტანდემი ერთმანეთში გამეორება. მაგალითად, აი 11 დაჯდა. ნუმეროლ იმაგის მიხედვით, თვითონ სისტემის მიხედვით, რა არის ხო, მაგრამ აი მე როგორ ხედავ, ნინდა ეხა შემსწორე თუ სწორე რომ სიუცაი და ეს 1-დან 9-მდე სისტემა გონებაში მესახება, როგორც აი 12 არქეტიპი პირობითად, რომელიც ყველა ჩვენშია და რაღაც მომენტ შეიძლება შენში რაღაცა გმირმა მოიწიოს წინ, ან მე ვიღაცამ. ეგრე არის აქაც რომ შენ 9 რომ იცი რა არის. უკვე სიტუაციის მიხედვით იყენებ მიახლოებით გავს ხო ერთმანეთს. უფრო ისეთი სტრუქტურიზებული სისტემა არის და სინქრონულობა ცოტა მისტიკა არის მაინც. ნახე, სამყაროს აქვს თავისი კანონები. ამას ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ეს ესე არის, რომ ბუნებაში აღმოჩნდეს ცხოვრების ისეთი რაღაცა კანონები, რომელიც გეხმარება, რომ გაიზარდო, მიხვდე, დააკვირდე უფრო ცოტა ესე მარტივად შეხედო ამყოლ. შენ გამოიყენებ თუ არ გამოიყენებ, ეს შენზე არის დამოკიდებული. სიუცაი როგორც თქვი, არის ძალიან ისეთი ხალხისთვის მორგებული, რომელსაც საერთოდ არ უნდა, რომ არაფერი არ არსებობს მაგათთვის საერთოდ რა, აი მარტო ეს რეალობა რაც დღეს არის. და ის რომ სამყაროს კანონები არსებობს, რომ შეგიძლია ენერგეტიკულად ადამიანს ვისთანაც შეხება გქონია და გექნება ყველას დაუკავშირდა და ის რაც შენშია იმას იწვევ და სარკეა სამყარო ხო ეს რასაც განიცდი ის ყველაფერი გეგზავნება გინდა შესაძლებლობები გინდა პრობლემები და ასე შემდეგ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს და როგორც კი დამკვირვებლის როლში ხარ შენ მაშინვე ხვდები ამ ყველაფერს თვალსაჩინო სიმბოლოები რა ეხლა ღმერთი ხوار ჩამოდის და ხوار გელაპარაკება სიმბოლოების ენით და შენ თუ გაქვს მაგის უნარი რომ ეს დაინახო წაიკითხო ხო კარგი თუ არა და მერე მოვა გაკვეთილი კრიზისი და მაინც მოგიწევს რომ ხანერა ხო მაგ ჩაბარება მოგიწევს რამდენი ხანი ჭირდება ხოლმე რომ ან რო თქვათ ეს მატრიცა რო ან კონსულტაცია რამდენი ხანი იცი რა საათნახევარი გინდა ალბათ რომ მეტი უბრალოდ აღარ ესმის ადამიანს იღელება და მარტო მაგიტად რომ მე შემიძლია რომ უსასრულოდ გელაპარაკო სანამ ადამიანი ამ ყველაფერზე მოყვება მე არაფერი არ მჭირდება ხა 1-2 სიტყვა რომ მითხრა და შეიძლება არც მითხრა ხოლმე უკვე ხვდები ვინ არის და ვინ როგორ ამაშობა ჩემს და რაღაცნაირად შენი აი ეგეთი ის ქონია რომ აი შენ სისტემაში შენი სისტემის ტყვე რო ხდები რა მე კი ვიყავ აქ შემოსვლამდე ვიყავ იმიტომ რომ ეს ჩემი პროგრამა მეუბნება მაგალითად სამიანის ორი ტიპი არსებობს ერთი რომელმაც ყველაფერი იცის
იმიტომ რომ არის ცოდნის შემგროვებელი, როგორც გითხარით, ინფორმაციის და ცოდნის შემგროვებელი და მეორე რომელმაც იცის რომ არასოდეს საკმარისად არ იცის, ანუ მოქმედება სუსტი აქვს რა. და ანუ მე სანამ ახლა პოდკასტში მილიონჯერ მითხრანს, მოდი, არა მე არ ვარ საკმარისად მზად და ფოტოჟურის თქვენმა იმედ მენეჯერმა რომელსაც ასევე ენერგია 7-იანი აქვს, ხო? შენ მაინც ვერაფერს ვერ წავლი ერთ კვირაში და ახალს და მეთქი კაი მართალი ხარ მეთქი ხა ერთი კვირა ვიქნებ და ორი კვირა და ციფრები ხო ვიცოდი და ვუთხარ რომ აუცილებლად ვიტყვი ამას პოდკასტში რომ შემისრულებ. იმიტომ რომ მოსვლას არ ვაპირებდი ნამდვილად და შენ უნდა ნახე შენ ჩემი პოზიციიდან ძალიან საინტერესოა ახლა ვიცი რომ ვისგან რა უნდა ვისწავლო, ნიკასგან რა უნდა ვისწავლო, ანდროსგან, ნინოსგან რა უნდა ვისწავლო. ხო ვიღაცას ეწყინებოდა და იტყოდა რომ ეს რა მითხრეს ახლა და მე პლუსში ვარ იმიტომ რომ გამოვიყენე მისი უნარი. ხვდები შენ თუ ესე დაინახო ამ ყველაფერს შენ განვითარდები აუცილებლად. ხო შეიძლება ერთი კითხვა სერ. მოკლედ ამ კითხვის დასვას უმინდოდა და ეხლა ახსენებთან სამიანი და ნიკოლა ტესლას აქვს ნათქვამი რომ ვინცო გაიგებსო სამიანის, ექვსიანის და ცხრიანის ნამდვილ არსო რა არისო იპოვისო სამყაროს გასაღებსო და შენთვის აი როგორ შეიძლება გაშიფრო რატომ აინც და მაინც 3, 6 და 9 და აი რა აქვს ამ რიცხვებს სიტყვაზე სიუცაიში და მის მიღმაც აი რაღაც ესეთი მისტიური ძალა. სიუცაის მიხედვით სამიანი არის ანალიზის უნარი, რომელიც ობიექტურ რეალობას ერგება. ანუ ემოციების მიხედვით არ მოქმედებს. ყოველთვის გონება არის წამყვანი. და ჩემი ერთ-ერთი კითხვაც კონსულტაციაზე რომ მივედი ეს იყო, რომ რატომ არ ხდება ჩემი გულის და გონების გაერთიანება. ამ დროს ხალხი ამაზე ოცნებობს, იმიტომ რომ აი რაღაცა მინდოდა რომ რაღაცაზე გაუბრაზებულიყო, მაგრამ ყოველთვის გონება, ანუ ეს ემოციები ეგრევე გადის ჩვენ შემთხვევაში და ემოციები არის გონება უფრო წამყვანი და ეგ. ექვსიანი არის მაგალითად სიბრძნე ცხოვრებისეული, ფაქტების სიღრმისეული გააზრება. აი ეს ძალიან გეხმარება მაგ წარმატების შექმნაში და 9-იანი არის მოქმედება. დანარჩენი აი ეს სამივე კომპონენტი თუ აქვს ადამიანის დაბადების თარიღში, მათ აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ჩვენთან არის ხო კომბინაციები, მარტო ცნობიერი მისი არ არის, მთელი კომბინაციები, ეს ციფრები რას ქმნის და როგორ ქმნის. სიუცაის მიხედვით ეს სამი ახსნა აქვს მაგალითად ამას. და ძალიან ლოგიკურად ჩდება რაღაც დამიწება, სიბრძნე და მოქმედება, ხო? ხო. მე შემიძლია გავაანალიზო ანუ არ ვიმოქმედო ემოციებით, მეორე არის რომ სიღრმისეულად გავიგო შინაარსი, რა ხდება და როგორ არის. დავაკვირდე ყველაფერს და დავიწყო მოქმედება. მაგით როგორ შეიძლება მაგან წარმატება არ მოგივტანოს თუ სამივე კომპონენტი არის შენში. ხო, გეთანხმებით და აი მაგის მიღმა შეიძლება კიდე რამე იყოს, რას ფიქრობ, აი უფრო რაღაც აი სულ რომ მიღმა. ხო, უფრო კოსმოსთან. შენ კოსმოსური ენერგია გაქვს, მიღმა ხარ დაბადებული და მაგით გაინტერესებს. სერიუსიდან არის. სერიუს დიდი მზით. კოსმიური და მეჯიკობა არ არის ეგ ყველაფერი, აბა საიდან არის ტესლა. აი, კარგად დავაბრუნდეს, უკვე აპრიორში ეგ არის. ტესლა აკვირდებოდა ამ ყველაფერს თავიდანვე და მაგიტო არის რომ ხო შედეგი მაგას სწავლობდა და მაგის საფუძველზე აი როგორც კი ჰერმესს ჰქონდა ესეთი რაღაცა რომ ამ ციფრების მიღმა ეს ციფრები არ არის სამყაროს წესრიგის გასაღები და კავშირშია ეს ყველაფერი ზებუნებრივი აქაური ყველაფერი არის კავშირში და ჩემთვის აქვე არის ეს მისტიკა იქ აღარ მიღმა აუ ძალიან კარგად თქვენი ჩემთვისაც ის იყო კაი დამიწება ხო ძალიან კაი დავიწება კი იმიტომ რომ დეტალებში და ამ პატარ-პატარა რაღაცაში მართლა როცა შენ უკვე ამ პრიზმიდან უყურებ ძალიან ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეუძლია ისეთი კოსმიური შერაზმე მეჯიკობას ვეძახი მაგრამ ეს მეჯიკი ის ფათაშორს ადამიანებსაც ესევე ეძახი ჩემ ცხოვრებაში ვინც აი ერთი სიტყვა მაინც ისეთი გააჟღერა რომ უცებ აი ჩემ თავში რაღაც ის გამოიწვია რომ აი ემოცია აბა რა არის და გავყავი ბოლომდე და რაღაცა ვაუ ეფექტი ქონდა მე ამ ყველაფერს და ყველას ესევე ეძახი მეჯიკები მაგარია ნინ მაინტერესებს ჩვენთანაც აპირებ შენ რაღაც შეხვედრებს აი რა ერთი ორი სიტყვაც რო ვთქვათ მაგაზე რა სახის იქნება რას უნდა მოელოდოს ხალხი ამისგან რომ წინასწარად დავაანონსოთ ეგ ყველაფერი პირველად იქნება ინტეგრირებული მასტერ-კლასი თუ ვორქშოპი, რასაც დავარქმევთ ამ შეხვედრას.
მომდევნო თვეში დავგეგმავთ და აი იქნება ისეთი როგორც პოდკასტი რა, არ იქნება სტანდარტული ერთიანი, ორიანი, სამიანი და ვისთვისაც გასაგები იქნება, მე ამ ადამიანებისთვის იქნება კონკრეტულად ამ ყველაფრის ჩაშლა, ხო, იმიტომ რომ მეც ვეღარ ვეტევი ამ სიუცაიში გაცდა რაღაცას და მინდა რომ ეს ყველაფერი გავაზია, რომ ჩემთვის ვერ შევინახავ. ვინც გაიგებს, გამოყვება, მოვა ეგრე როგორც ვთქვით რა, გასაღებს მივცემთ, რომ გახსნას რაღაცა გარებები და წინ წავიდეს და თუ საინტერესო იქნება. ხო, არა, ძალიან ანუ და პლუს ონლაინში ის ლაივებიც. თქვენთან, ლაივ, ხო, ეხლა ხუთშაბათობით ესე ძალიან სპონტანურად მოვიდა იდეა, რომ მოდი რა, არ უნდა ეხლა ბევრი არაფერი ამასა, ვისაც სურვილი ექნება ხუთშაბათობით ჩემ Instagram-თან კოლაბორაციაში და ვისაც სურვილი ექნება თავის Instagram-ით, ჩაგვერთვება, გავაკეთებთ ლაივებს, ესე ჩაისთან ერთად საღამოს საუბრები, ძალიან ბუნებრივად, როცა არაფერზე არ ფიქრობ და რაც რა ვიცი გაიხსნება და უგეგმავთ როგორც ახლა გავაკეთეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გეპატიჟავით, მოგწერეთ და არ აქვს პროფესიას არაფერს მნიშვნელობა, ვისაც აი შინაგანი შეგრძნებებისთვის ცოტა ყურადღება მიუქცევია, ყველას ვეპატიჟავით, მოკლედ. შვენიერი. ოკეი. ნინი, მადლობა ძალიან დიდი. მე პირადად ძალიან ასიამოვნები ვარ. კი, არ მე დარწმუნებული ვიყავ, იმიტომ რომ ნინი არის გატესტილი რიტრიტის სიგიჟეში და ენერგეტიკა ეჭირა. ტესტი გაიარა, ხო და ისეთი დამიწებული თან კოსმიური და თან ფესოები, ხო, ყველა ფენას შევეხეთ. ენერგია, თან ხო, თან ღვთაებრივი დედის. ღვთაებრივი ენერგიაც კი ბატონო და მოკლედ მადლობა ძალიან დიდი ნინი შენ. დიდი მადლობა რომ საშუალება მომეცით რა რაღაცა ესე გამეკეთებინა ეს ყველაფერი და არა ისე ჩარჩოებში როგორც აქამდე კეთდებოდა ხოლმე. მადლობა. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი, მომავალ შეხვედრამდე.